ბაიდენი თბილისში, ისტორიული ვიზიტი და საქართველოს ისტორიისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოსვლა პარლამენტში. მოვუწოდებთ რუსეთს მოახდინოს ჯარების სრულად გაყვანა არა კონფლიქტის წინა პოზიციებზე, არამედ მთლიანად თქვენი ტერიტორიიდან. პრეზიდენტ ობამას დავალებით დაგეგმილი ვიზიტი და თეთრი სახლის გზავნილები თბილისიდან მოსკოვს. ქალბატონებო და ბატონებო, ვიცი რომ ზოგიერთი წუხს და მე ეს მესმის, რომ ცდილობა რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვისა საქართველოს ხარჯზე მოხდება. მკაფიოდ ვაცხადებ, რომ ეს არ მომხდარა, ეს არ მოხდება და არ შეიძლება რომ მოხდეს. დაუვიწყარი გამოსვლა პარლამენტში და ემოციური შეხვედრა დევნილებთან. პირადი ტრაგედიის ისტორია და რჩევები და სურვილები საკუთარი სახლებიდან გამოძევებულ ბავშვებს. შენ აუცილებლად დაბრუნდები შენ სოფელში და სახლში. ქართული სტუმარ-მასპინძლობა საზეიმო მიიღება პრეზიდენტის სასახლეში პოლიტიკური ვახშამი და ვიცე-პრეზიდენტის პირველი სადღეგრძელო. პირისპირ შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან და ორპარტიული ამერიკის ერთსულოვანი მხარდაჭერა. პოლიტიკური გზავნილები დიპლომატიური რევერანსების გარეშე. მადლობა მინდა უთხრა შეერთებულ შტატებთან თქვენ პირადად მხარდაჭერისთვის. იათ დაფიქსირდა ფრაზა, რომ აუცილებელია რუსული შეიარაღებული ძალების მთლიანად გაყვანა საქართველოდან. ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი და ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. პრეზიდენტის სასახლე, საკანონმდებლო ორგანო და თბილისი მარიოტი. პოლიტიკური შეხვედრებით დატვირთული დღე. იყო საუბარი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არასდროს არ ჩაერევა ქვეყნის შიდა საკითხების გადაწყვეტაში, როგორც არის პოლიტიკური კალენდარი. შეერთებული შტატები არ ახდენს თავის პოლიტიკის პერსონიფიცირებას, ხარს უჭერს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას. ისტორიული ვიზიტი, რომლის შედეგებზე კიდევ ბევრს ისაუბრებენ. შეფასებები და შთაბეჭდილებები ჯო ბაიდენთან შეხვედრის უშუალო მონაწილეებისგან. გიგა ბოკერია, ირაკლი ალასანია და გიორგი თარგამაძე დღეს პოზიციაში. ბადამდელი არჩევნები თბილისში, პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში და მთავარი შეთავაზება. გადავიდეთ თბილისის მერის პირდაპირ არჩევნებს. სპეცარჩევნები დავნიშნოთ 2010 წლის 30 მაისს. 10 თვე არჩევნებამდე ვინ იბრძოლებს თბილისში პირველობისთვის, ვინ თან ხვდება და ვინ უარს ამბობს შეთავაზებულ არჩევნებზე. დღეს პოზიცია მაქვს ესეთი, რომ არანაირ მისდანიშნულ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ. არის თუ არა შეთანხმებული მართველი გუნდი საკუთარ კანდიდატზე, ვისთან საბრძოლოდ ემზადება ოპოზიცია. ხოთაშვილის ბატონ უბურაბას დაწყებული აქვს რომელი არ ვიცი. მაგრამ კამპანია. საარჩევნო კამპანია თუ თბილისის განვითარების გეგმა, დედაქალაქის მასშტაბური პროექტები, ძველი თბილისის რეაბილიტაცია, შეჩერებული მშენებლობების დახმარება, ახალი ხიდები და გზები, განახლებული რიყე და ახალი მაგისტრალი თბილისის ცენტრში. ეს არის საკმაოდ მოცულობითი პროექტი, რომელიც არ განხორციელებულა უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში. თბილისის მერის ქალაქური და პოლიტიკური გეგმები. რას ფიქრობს პრეზიდენტის შეთავაზებაზე გიგი უბულავა? მე ვარ მომხრე პირადად, რომ მოხდეს პირდაპირ მერის არჩევნები. პოზიციიდან პოზიციამდე. არჩევნების თარიღის გამოცხადების შემდეგ გიგი უბულავას პირველი კომენტარი პირდაპირ ეთერში. დედაქალაქის მერი დღეს პოზიციაში. მაშასე ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ და ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის და ზოგადად ძირითადი თემა იქნება სწორედ ბაიდენის ვიზიტი. ჩვენ მოვისმინეთ უამრავი შეფასებები ამ თემაზე, თუმცა დღეს უკვე სტუდიაში ვისაუბრებთ კიდევ ბევრს ამ ვიზიტის შესახებ და მოვისმენთ იმ ადამიანების შთაბეჭდილებებს, ასე ვთქვათ, ვინც პირადად ესწრებოდა ამ შეხვედრას და უშუალო მონაწილე იყო ამ შეხვედრის. ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია. საღამომშვიდობისა, ბატონო გიგა, დიდი მადლობა რომ მიიღებთ გადაცემაში მონაწილეობას. საკმაოდ დატვირთული დღეები გქონდათ ხელისუფლებას. მოვისმინეთ უამრავი შეფასებები და იყო ძალიან ზაღმატებით ხარისხის, რომ ეს იყოს ისტორიული ვიზიტი, რომ ისტორიული მნიშვნელობის გამოსვლა ქონდა ვიცე-პრეზიდენტს პარლამენტში და ასე შემდეგ, რომ აღარ ჩამოვყვეთ. თუმცა მე მაინც მაინტერესებს თქვენ რამდენად ელოდით, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი, ასეთ პირდაპირ განცხადებებს და ასეთ ღია მხარდაჭერას, თქვათ, მისი ვიზიტის დროს და რუსეთისათვის აი ესეთ ღია გზავნილებს თბილისიდან გაკეთებულს. ჩვენ ბუნებრივია ისე როგორც მე დარწმუნებული ვარ ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს ამის იმედი ქონდა, რომ ასეთი კაფეო განცხადებები იქნებოდა. ხა თავისთავად ნათელი იყო, რომ ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში და უკრაინაში სწორედ ამას ეძღვნებოდა, რომ ხაზგასმული იყო მხარდაჭერა და ხაზგასმული იყო ის პოზიცია, რომელიც ჯერ კიდევ პრეზიდენტ ობამამ მოსკოვში ვიზიტისას დააფიქსირა. უბრალოდ ამ გზავნილის ნაწილი იყო ეს. უბრალოდ ამავე დროს იყო აბსოლუტურად ფანტასტიკური
სპეკულაციები განსაკუთრებით რუსულ პრესაში გიჟური მე ვიტყოდი იმაზე რომ ჩამოდის. კი გააფთრებული სიტყვაც კი ეხმარა მედიამ, უცხოურმა მედიამ რუსეთის შეფასებას. არასასრული რაღაც აბსოლუტურად და ზოგიერთი მარგინალური ჩვენი ოპონენტიც ამას აყოლილი იყო, მაგრამ ამასთან ერთად იყო მცდელობა მთელი ამ თვეების განმავლობაში და ობამას გამოსვლის შემდეგაც კი მაინც იმ ხაზის გატარების რომ ეს უბრალოდ დაფიქსირდა სიტყვებად ეხა ეს ჭყალებში ზრდილობისთვის რეალურად ეხა ურთიერთობები მეტად მნიშვნელოვანია რუსეთს და შეერთებულ შტატებს შორის რომ მეტი არაფერს გაღიზიანებენ ხოლმე გაცივდა საერთოდ ურთიერთობები ამ ქვეყნებთან და ამ შემთხვევაში საქართველოსთან ნატოსთან მიმართებაში კი ითქვა მაგრამ ენთუზიაზმი და ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის ფორმა რომელიც თვითონ ვიცე-პრეზიდენტმა აირჩია ეხა ისედაც ცნობილია რომ ის არის საჯარო პოლიტიკოსი უკვე მრავალი წელია და ძალიან ექსპრესიული და უხსიტყვიანი პოლიტიკოსად ითვლება ამ სიტყვის კარგი გაგებით და ეფექტურ ორატორად და ამაში მე მგონი ქართული საზოგადოება დარწმუნდა და ძალიან გულწრფელ სპიკერად და პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანი იყო კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ შეიძლება მე მიდაოს რომ იგივე გზავნილი ჩარჩოებს თუ ავიღებთ რაც მის ვთქვათ პირველ პირს მის ქვეყნის პრეზიდენტ ობამას ჰქონდა ითქვა მაგრამ ითქვა სხვა სიხშირეზე და ამას რა თქმა უნდა ჰქონდა და აქვს პოლიტიკური დატვირთვა იმ მიმართულებით რაღაცაც ჩვენ ყველანი ვარ დაინტერესებული მთელი საქართველოს ეს არის შემაკავებელი ეფექტი საქართველოს უსაფრთხოების დაცვა არა ოკუპირებული ნაწილის დღეს და კაფიო გზავნილი ყველასთვის რომ ამ გზაზე სვლა საქართველოსი არ შეჩერდება ვერ შეფერხდება და შეერთებულ შტატები ყველაფერს გააკეთებს რომ ეს გზა ჩვენ გავიაროთ სხვა მოკავშირეებთან ერთად ბოლომდე მე აღარ მინდა რომ ახლა გავიარო ის სიტყვა იმიტომ რომ იმ სიტყვაში ბევრი ნაწილი იყო და არა მარტო ერთი ძალიან ემოციური და საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი და თუმცა ბაიდენზე უკეთესად მე ვეღარ გადავთქვა ხელახლა იმას რაც მან განაცხადა რასაც მე დარწმუნებული რომ საქართველოს დიდმა ნაწილმა მიადევნა თვალყური რა თქმა უნდა თუმცა მე მაინც მინდა რაღაც გარკვეულ ნაწილს შევეხო მისი გამოსვლიდან უკვე იმ თვალსაზრისით რომ იგივე სიტყვა თქვა რამდენად აისახება შემდეგ საქმეზე და კონკრეტულ ასე ვთქვათ მოვლენებზე საქართველოსთან მიმართებაში და ერთ-ერთი ესეთ განცხადებას გულისხმობს სწორედ იმას როდესაც მან პირდაპირ თქვა რომ რუსეთის ჯარმა უნდა დატოვოს საქართველოს მთელი ტერიტორია რომ რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვა არ მოხდება საქართველოს ხარჯზე ან იყო ძალიან ღია განცხადებები და ეს ბევრმა ექსპერტმა შეაფასა რომ ეს იყო დეოკუპაციისკენ გადადგმული მაინც ერთი ნაბიჯი რაც რა თქმა უნდა ხანგრძლივი პროცესია და უკაცრავად კითხვას დავსვამ რამდენად შეიძლება ეს ამად ჩაითვალოს და რამდენად შესაძლებელია აი ესეთი განცხადებების შემდეგ თქვა საერთაშორისო საზოგადოება ისთვის ეს იყოს ბიძგი იმისათვის რომ მეტი ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე უდავთ თქვენ კითხვაში პასუხი იყო ამ თემაზე განმეორება რა თქმა უნდა შეერთებული შტატები არის ლიდერი თავისუფალი სამყაროსი ეს არის რომ სხვა მოკავშირეები არიან ნაკლებად მნიშვნელოვანი ან უმნიშვნელო მაგრამ ეს ასე ეს ყველას გვესმის ამიტომ ის ტონალობა პოლიტიკური და ის გზავნილი და ისეთი ჭახე გზავნილი რომელიც მოვისმინეთ არის გამსაზღვრელი ტონის ეს არის რომ ავტომატურად ყველა ჩვენ მოკავშირე ასეთივე ტონს აირჩევს ამის ავტომატური მოვლენა არ უნდა გქონდეს მაგრამ საერთო კონტექსტის გამსაზღვრელი არის ამიტომ მე ვთვლი რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ასეთი კაფიო განცხადება სწორედ იმიტომ რომ ყველა მცდელობა და ამაში უზარმაზარი ინვესტიცია ჩაიდო ყველა გაგებით ერთ-ერთი ქვეყნისგან ჩვენი ჩრდილოეთით და შესაძლოა სხვა ზოგიერთი მოთამაშისგანაც რომ ყოფილიყო მცდელობა რომ შექმნილიყო განსხვავებული საზოგადოებრივი აზრი განსხვავებული მოლოდინები და ამის მეშვეობით მოეხდინათ გავლენა როგორც საქართველოში, უკრაინაში და სხვა ასეთ ქვეყანაში არსებულ განწყობებზე, ასე ევროპაში არსებულ განწყობებზე, ამისთვის, აი ასეთი სპეკულაციებისთვის წერტილის დასმა მოხდა. მე არ მინდა რომ ხა კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩვენი ამერიკელი კოლეგების ნაცვლად ვივარაუდო რა იყო. მე ვამბობ როგორც შედეგი ეს იყო მნიშვნელოვანი. ხა ვიღაცამ შეიძლება პოლიტიკურ მივარაუდოს რომ ეს იყო ამოცანა, ეს არ არის ჩემი საქმე. შედეგის თვალსაზრისით სწორედ ის რომ ისე კი არ თქმულა გაკვირით ან დიპლომატიურ ენაზე როგორც თქვენ ბრძანეთ რომ ჩვენ არ ვეთანხმებით უბრალოდ ამას არ ვაღიარებთ და შემდეგ აქ ლაპარაკია პროაქტიულ პოზიციაზე. თქვენ ასევე სწორად ბრძანეთ რომ ეს არ ნიშნავს რომ ხვალ მოხდება დაიძრება ფიზიკურად პროცესი. ხო, მაგრამ არის თუ არა ერთგვარი გადადგმული ნაბიჯი ამ ჩვენი ქვეყნის ამ ხელისუფლების შემდგომში მომავალი დემოკრატიული ხელისუფლების ჩვენი საზოგადოების ჩვენი ქვეყნის ამოცანაა რომ მოხდეს სრული დეოკუპაცია საქართველოსი და აღმოიფქრას ყველა ის საფრთხე რომელიც ჩვენ წინაშე დგას. ეს პროცესი არ არის ადვილი პროცესი, ეს არის გრძელი ბრძოლა რომელსაც ჭირდება რწმენა და ნებისყოფა. ამ ბრძოლაში ჩვენ გვჭირდება მოკავშირეები და ამ ორი დღის წინ გუშინ ჩვენმა ერთ-ერთმა მთავარმა მოკავშირემ დააფიქსირა ის თუ რა დოზის და რა განწყობით დაგვიჭერენ მხარს. და ამას ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და რა თქმა უნდა ეს განსაზღვრავს შემდგომი ეტაპების
ტემპსაც და სიხშირესაც ურთიერთობის და მოკავშირეობის და მხარდაჭერის. და სწორედ აი ესეთ ღია მხარდაჭერას თქვენც ახსენეთ და უკვე ძალიან ბევრმა მოისმინა შეფასებები მოსკოვიდან. ძალიან ღია, ასე ვთქვათ, გაღიზიანება მოყვა არ დაუმალავთ რუს პოლიტიკოსებს, ვთქვათ, საკუთარი რეაქციები და წაღანაც ვახსენე Wall Street Journal წერდა, რომ გააფთრებული რუსეთი, ესეთი ტერმინიც კი იხმარა უცხოურმა მედიამ ამ შეფასებებთან მიმართებაში. მე უბრალოდ მინდა გითხოთ, როდესაც იყო მედვედევი ჩავიდა ცხინვალში და მაშინ იყო ერთგვარი საპასუხო ნაბიჯი ობამას განცხადებებზე, ნაბუკოზე. ამ შემთხვევაში, როდესაც კიდევ ესეთი მხარდაჭერა იყო, თქვა შეერთებული შტატების მხრიდან, რას უნდა ველოდოთ, ან რას ელოდება, თქვა საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მხრიდან და რა მინდა იცით გითხოთ, აი, იგივე ჩვეულებრივი ადამიანები და პოლიტიკური განცხადებები ჩვენ მოვისმინეთ ხელისუფლების, როდესაც ითქვა, რომ ომის საფრთხე შედარებით განეიტრალებულია, მაგრამ მაინც გაჩნდა ესეთი შიში, რომ აი ესეთი ღია მხარდაჭერის შემდეგ არ გაღიზიანდეს რუსეთი, ისევ არ დაიწყოს სამხედრო, მე ძალიან ჩვეულებრივი ადამიანების ენაზე გეკითხები. მესმის. შესაძლოა, რომ ესეთი ნაბიჯი გადადგას რუსეთს. ძალიან მძიმე დღეები გადაიტანა, არა მარტო ეხლა, მაგრამ წლები და იქამდე ორასწლოვანი ოკუპაცია და ამ ორასწლოვანი ოკუპაციაში 70 წლიანი ოკუპაცია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უფრო სამარცხვინო და საზარელ წარმონაქმნში საბჭოთა რუსეთში, საბჭოთა კავშირში. ამიტომ მესმის, რომ ეს შეიძლება ნაწილს ქონდეს ასეთი განწყობები და ჩვენი მოწინააღმდეგე, ჩვენი მტერი, სხვათა შორის ცდილობს ხოლმე ასეთი რაღაცებს ახალისებს ამაზე. შეგვიძლია მე ვისაუბროთ. იმის იმედი, რომ თუ ჩვენი მეგობრები დაგვიჭერენ აქტიურად ხარს, იმედი კი არის იმის შიში, რომ თუ ჩვენი მეგობრები აქტიურად დაგვიჭერენ ხარს, რუსეთს გააღიზიანებს და ამას მოყვება ცუდი შედეგი, ამიტომ ჯობია, რომ ჩვენო მეგობრებმა ენის მოჩლებით ილაპარაკონ რუსეთთან. ჩემი აზრით არის შეცდომა. ნაკარნახევი შესაძლოა გულწრფელი ზოგჯერ შიში, ზოგჯერ უბრალოდ წუხილით რა მოყვება ამას ჩვენ ქვეყნას, მაგრამ არის შეცდომა. ეხლა თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ რუსეთის ხელისუფლება, პოლიტიკური ელიტა, კრემლი თავის გადაწყვეტილებას სამწუხაროდ, რომელიც ჯერ კიდევ ძალაშია, რომ საქართველოს მისი ხელმძღვანელობა, ეს როგორც უკრაინის კურსი არის მათთვის სერიოზული პრობლემა და ეს უნდა შეცვალონ. იმის მიხედვით აყალიბებს, რომ თუ გამაღიზიანებელი სიტყვები თქვა მისთვის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ეს უბრალოდ პირიქით არის. როგორც წესი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მოსკოვში ნახევარტონებში ნათქვამი წაყრუება ესმით და იგებენ როგორც ან წვანაშუქს, ან როგორც შესაძლებლობას რომ გარისკონ, როგორც ეს მოხდა გასულ აგვისტოში. და სხვა შორის ცივი ომის პერიოდშიც კი მრავალი მაგალითი იყო იმისი, როგორ აფასებდნენ რისკებს საკუთარ კრემლში იმ გამონათქვამის მიხედვით, განსაკუთრებით როგორ გამონათქვამს იხმარდა შეერთებული შტატების ლიდერი, როგორ მოიქცეოდა ამ თუ იმ კრიზისულ ვითარებაში. და ამის მიხედვით საზღვარგან გავრისკოთ, გადავდგათ ნაბიჯი რომ დავიკავოთ შემდგომ ტერიტორია, თუ ეს სახიფათოა სერიოზული პოლიტიკური გართულებების თვალსაზრისით. ჩვენ კარგად გვესმის, აქ არ დგას ამერიკული ჯარი, ჩვენ არა ვართ დღეს ნატოს წევრები და ჩვენ კარგად გვესმის ყველას, რომ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის თავისუფალი სამყაროს შემაკავებელი პოლიტიკური პოზიცია. ის თუ რა მოყვება რუსეთისთვის, ასეთ გარისკვას, ისეთ როგორც აგვისტოში გააკეთეს. ჩვენ ნახეთ, რომ შარშან იყო ძალიან სერიოზული რეაქცია, მართალია ჩვენი აზრით დაგვიანებული, ეს დაგვიანება კინარა. ზოგადად, იმიტომ რომ არავინ არ მოელოდა ამას და გულწრფელი შეცდომა იქნა ჩვენი აზრით, ჩემი აზრით დაშვებული ყველა ჩვენი მოკავშირეებისგან არავინ არ მოელოდა რუსეთი თუ ასეთ რისკს წავიდა და ეს იყო გულწრფელი შეცდომა. მაგრამ ამ რეაქციამ შემდეგ შედეგი გამოიღო და ამიტომ ზივართ მე და თქვენ ახლა აქ და საუბრობთ და ამიტომ არის საქართველოს სახელმწიფოებრიობა შენარჩუნებული და სუვერენიტეტი მიუხედავად მძიმე დარტყმისა, რომელიც ჩვენ მივიღეთ როგორც ადამიანური მსხვერპლის, ისე დამატებითი ტერიტორიების თვალსაზრისით. მაგრამ ამ რეაქციამ რუსეთს შეანელებინა აგრესია დაახევინა უკან და მათ გადაწყვიტეს, რომ ჭყარებში მოხსენ მეტი დრო და აქვთ იმედი, რომ შესაძლოა სრულფასოვანი მასშტაბური აგრესიის გარეშე მიაღწიონ საკუთარ ამოცანას და სწორედ ამას ეძღვნებოდა ის ინვესტიცია, რომელიც მე ვახსენე, აი ეს ინვესტიცია, რომ შექმნილი იყო შტაბ-შტილება, რომ დამთავრდა ეს ყველაფერი, მოხდა გარიგება, მით უმეტეს რომ გამოცხადდა კურსი ახალი ადმინისტრაციის, რომ გადატვირთვა უნდა მოხდეს ურთიერთობების სხვა მნიშვნელოვან თემებზე რუსეთთან ურთიერთობებისთვის და აი აქ მოხდება ამის ჩაფარცხვა. ეხლა ღიად ამას არავინ არ დააფიქსებს, მაგრამ რეალურად ეს არის რუსეთის როგორც იძახიან ჩვენი მეგობრები დასავლეთში უკანა ეზო და ამაზე ყველა თვალს დახუჭავს, ნუ ნატო ეხლა ფორმულად დარჩა, მაგრამ რეალური პოლიტიკური საწვავი ამაში აღარ დევს და ეხლა ხელისუფლებას დაემხობა მრავალი ფაქტორის გამო და აი ასე დამთავრდება ეს ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანი ობამას განცხადებები და ეს ვიზიტი და აი ეს ექსპრესიულობა და ეს გზავნილი იყო იმისთვის, რომ
ანუ პირიქით შემაკავებელი ფაქტორი შესაძლოა გახდეს. პრაქტიკული ნაბიჯების თვალსაზრისით აი ამ ყველაფერს დაესვა წერტილი. ეს არ ნიშნავს, რომ საფრთხე და პრობლემა და გამოწვევა აცილებულია, მაგრამ ჩვენ დღეს თავს გრძნობთ და ამაში მე მგონი ვერ შევდები და უფრო მყარად. და ეს არ არის სირცხვილი, იმიტომ რომ მე მიკვირს, რომ ზოგიერთ ჩვენ მოპონენტს ქონდა რეაქცია, რომ აი როგორი ცუდია დამოკიდებული ვართ სხვა ქვეყანაზე, ვიღაც სხვა ქვეყნის პრეზიდენტები რას იტყვიან. ეხლა ეს უკეთეს შემთხვევაში ღარ მაგულუბრყლობა არა ახლა. ვინმე ეხლა აღმოაჩინა ვინმე რომ საქართველოს ჭირდება მოკავშირეები და პარტნიორები. ან საქართველოს ისტორიაში თუ არ ჩავთვლით რაღაც მოკლე მონაკვეთებს იყო მომენტი, როდესაც ჩვენ ეს არ გვჭირდება, თუმცა იმ მომენტშიც კი ძლიერ ქვეყანასაც კი ყოველთვის ჭირდება მოკავშირეები. შეერთებულ შტატებში ჭირდება მოკავშირეები. რა ერჩევნა, რა გვირჩევნიან ჩვენ რომ ჩვენი უახლოესი ტრაგიკული წარსული გვაქვს 1921 წლის ან 90 წლის, როცა ისე ჩაიარა ყველაფერმა არავის არ შეუმჩნევია პრაქტიკულად, ეს არის კარგი ალტერნატივა თუ ის, რომ სოფლიოს უძლიერესი თავისუფალი ქვეყანა არის შენი მოკავშირე და ამ საკითხს უმაღლეს დონეზე სვავს, ეს ამას აღარ ჭირდება დამატებით კომენტარები, ეს ცუდი კი არა, ეს კარგია. გასაგებია და ჩვენ ოპონენტებთან შეხვედრაზე და საერთოდ ოპონენტების კომენტარებზე შემდეგ მინდა შეფასებები. არა, იქამდე არსებულ რაღაც წუხილებზე ფსევდოპატრიოტულზე რომ როგორ უნდა მივახციოთ იმას, რომ მარტო ქართველი ლიდერი წყვეტდეს და შემდეგ გასაგებია საერთოდ რომ არ გქონდეს გამოწვევები, კარგი იქნებოდა. მაგრამ გვაქვს ეს გამოწვევები და როცა ასეთი გამოწვევები გაქვს და ეგზისტენციალური საფრთხე გაქვს, მერე გაწუხებდეს და უხერხულობაში გაგდებდეს ის, რომ ვიღაცა მხარი დაგიჭირა მოკავშირე და როგორც ეს იგივე ხალხია ხოლმე. როგორც ეს ზოგჯერ იგივე ხალხია ხოლმე, რომელიც ამ წუხის გამოთქვას ვინც იძახის, რომ ეხა თუ არ მოწევს მთავრობა რუსეთს, უნდა შევცვალოთ. აი ეს უკვე არის გულუბრყლობაზე ბევრად მეტი და რა არის იმ ტერმინს არ ვიხმარ. კარგით, მაშინ კითხავთ, რადგან ამაზე დაიწყეთ საუბარი, იგივე ჩვენ მოვისმენთ აი ანოშიც იყო ეს კომენტარები, ოპოზიცია როდესაც გამოვიდა, ვთქვათ, ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ საუბრობდნენ, რომ იქ იყო საუბარი იმაზე, რომ ვთქვათ, ამერიკის შეერთებული შტატები არ ჩაერევა შიდა პოლიტიკაში, რომ პერსონიფიცირება, ვთქვათ, თეთრი სახლის და ვაშინგტონის მხრიდან არ ხდება და რომ, ვთქვათ, ეს იყო სრულად ქართველი ხალხის მხარდაჭერა და არა კონკრეტული ლიდერის ან ხელისუფლების. აი ამას ქვია ღია კარის მტრევა, მე არ ვიცი რითი იყვნენ ასე უკმაყოფილო ზოგიერთ ჩვენი ოპონენტი, რომ ასეთი ტრივიალური ჭეშმარიტებები გამოაცხადეს, როგორც აღმოჩენა ახალი რევოლუციური. შეერთებული შტატები რა თქმა უნდა უჭერს სხვას ქვეყანას. და მომავალშიც დაუჭერს ქვეყანას, ეს რა აღმოჩენა ახალი, ხა პერსონალურ მომენტს პოლიტიკაში აქვს მნიშვნელობა, მაგრამ რა თქმა უნდა არა ისეთი, რომ განსაზღვროს ეს სტრატეგიული ხედვა. ხა პერსონალური ურთიერთობა პრეზიდენტ სააკაშვილის ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენთან აქვს მრავალწლიანი, უფრო გრძელი ვიდრე ყოფილ პრეზიდენტ ბუშთან, რომლის ასევე ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ ბევრი რამისთვის. ვინმეს ვერ შექმნა შტაბ-შტაბი, რომ ეხლა აღარ არის ადმინისტრაცია, ჩვენ დავივიწყეთ ბევრი რამე, რაც ამ ადმინისტრაციამ გააკეთა. არა, რა თქმა უნდა. მაგრამ წლების განმავლობით ხო არიზომება ეს პირადი ურთიერთობაც, ახლა მე მგონი ყველა მის იხილა ვიცე-პრეზიდენტის კომენტარები და ეს ყველაფერი აღარ დარჩენია ეჭვები, ხო, პერსონალურ ურთიერთობაზეც, მაგრამ ეს არის ფაქტორი. კი, მაგრამ ეს არის ფაქტორი მნიშვნელოვანი ზოგჯერ, მაგრამ გადამწყვეტი ფაქტორი არის ხედვა და ქართული ხალხის მხარდაჭერა. ეხლა რომ გამოდიხარ და იძახი, რომ აი ეხლა აღმოაჩინა, ეხლა რაღაც შეიცვალა, ეს არის ან საკუთარი თავის, ან საზოგადოების, ან ორივე ერთდროულად მოტყუება თავის. ეს რა თქმა უნდა ასეა, ისევე როგორც საუბარი იმაზე, რომ საშინაო საქმეებში არ ჩაერევა, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატები საბჭოთა კავშირისგან მაგისგან განსხვავდებოდა, აბა იქ არ კარნახობდნენ, ისინი თავისუფალი სამყაროს ნაწილი იყო. რა თქმა უნდა, ქონდათ თავისი საგარეო პოლიტიკა და ეხლა ცივიუმის რაღაც ეტაპზე შესაძლოა საჭირო იყო სერიოზული დაპირისპირება, როცა იყო წინააღმდეგობის გაწევა საბჭოთა ბოლშევიკური ინფილტრაციისთვის, მაგრამ ზოგადად ეხლა ყველას ხო გვახსოვს ეხლა აღმოსავლეთ გერმანია და დასავლეთ გერმანია, ხო? ერთი იყო ოკუპირებული იყო დასავლეთ გერმანია მოკავშირეების პირველ შეერთებულ შტატების მხრიდან. მეორე იყო საბჭოთა მაშინ მოკავშირეების მხრიდან ოკუპირებული. და რამოდენიმე აწლეულის შემდეგ ჩვენ მივიღეთ ერთ მხარეს თავისუფალი ქვეყანა, რომელიც ბევრ საკითხში არის კონკურენტი საკუთარი იმდროინდელი ოკუპანტის, ბევრ პოლიტიკურ საკითხში ზოგადად ისო მოკავშირეა, რა თქმა უნდა, ღირებულებითად. მაგრამ სერიოზული კონკურენტი ესე კი არ არის, რომ ის ხო და მეორე ნაწილი იყო ჯოჯოხეთი. მე დემოკრატიულ, ეგრეთ წოდებულ დემოკრატიულ რესპუბლიკას გულსობ გერმანიას. ამიტომ ეხლა თუ აღმოაჩინა ჩვენ ოპონენტებმა, რომ შეერთებული შტატები არის ასეთი ქვეყანა, რომ შენ კი არ გაძალებს, ხელს კი არ გიწევს, მხარს უჭერს შენი ქვეყნის ნებას, თავისუფალს, კარგია, რომ ეხლა მაინც აღმოაჩინეს, მაგრამ ამაში რა არის სიახლე ვერ ხვდები. კარგით, ამავე კონტექსტში მინდა კითხოთ, ვიცე-პრეზიდენტმა ძალიან ბევრჯერ თითქმის ყველა გამოსვლაში ახსენა ვარდების რევოლუცია. თუმცა იქვე ისიც თქვა, რომ ეს არ დასრულებულა და ეს ბევრ ოპონენტმა და ზოგადად საზოგადოების ნაწილმა აღიქვა იმით, რომ ხო დემოკრატიის კუთხით თქვა ყველაფერი კარგად არ არის საქართველოში და ეს ხო ერთგვარი რეკომენდაცია და თქვა მითითება ხელისუფლების მისამართით. იყო თქვა შეხვედრაზე, როდესაც ამ დემოკრატიის განვითარებას და რეფორმებზე საუბრობდით, კონკრეტული რჩევები და რეკომენდაციები მისი მხრიდან. მითითება ახსენეთ და
ისევ იგნორ. ხო, შესაძლოა არ გულისხმობ პირდაპირ მშვენივრად, თუმცა რეკომენდაცია. ყოველთვის ყველა ადმინისტრაცია ეს არის ორპარტიული მხარდაჭერა, როგორც თქვენ ახსენეთ და ეს არის დიდი შენაძენი საქართველოს და არა ამ ხელისუფლების მარტო. საქართველოსი, რომელსაც დღეს ყავს ეს დემოკრატიული ხელისუფლება, ამიტომ ეს ხელისუფლება და ეს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს, ამიტომ მას როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტს უჭერენ მხარს. და აქ ამ რაღაცების გაყოფა არის არასწორი და არის სიბრიყვეც კი კიდევ ერთხელ ვიმეორებ. რაც შეეხება რეკომენდაციების მოსაზრებებს, დემოკრატიულ რეფორმებს. ყოველთვის უჭერდნენ მხარს და თუ მიაქციეთ ყურადღება და მე ისევ არ მინდა რომ კომენტატორის როლში გამოვიდე ვინა ვილაპარაკო მის ნაცვლად რაც მოვისმინეთ ვიცე-პრეზიდენტისგან, ჩემი აზრით საინტერესო რამე ითქვა, მან მოიყვანა მაგალითი ამერიკის შეერთებული შტატების ორი დამფუძნებელი მამის, თომას ჯეფერსონის და მარტო დამავიწყდა გვარი მეორისი მიმოწერის თაობაზე. მაგრამ არც იმაში იყო რომ 30 წლის შემდეგ ამერიკის რევოლუციიდან ისინი ჯერ კიდევ ფრიდენ ადამსის ამახსენდა, რომელიც ასე ოპონენტები იყვნენ, რომ ბევრ საკითხში ჯერ კიდევ არ გაუდგია ფესვი იმ გადაწყვეტილებებს, იმ რეფორმებს, რომელმაც განაპირობა ამერიკული რევოლუცია და ამერიკული დემოკრატიის დაბადება. ეს მაგალითად მან იმიტომ მოიყვანა, რომ სწორედ ამის თქმა უნდა, რომ ყველას ესწმის, რომ ასეთ გამოწვევებს ჭირდება დრო და გაგრძელება. ეს არ არის არც გამართლება რაიმე ნაკლის, რომელიც ჩვენ ხელისუფლებასთან ჩვენ დემოკრატიას აქვს და ჩვენ გვაქვს ასეთი ნაკლები, მაგრამ ეს არის საღი ხედვა. ერთის მხრივ იმისი, რომ რა თქმა უნდა ჭირდება დრო და მეორეს მხრივ იმისი, რომ ამას ჭირდება გაგრძელება და იმით მხოლოდ რომ მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი რამე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ვარდების რევოლუცია, როდესაც ქართულმა ხალხმა თქვა, რომ ხელისუფლებელიც მას არ მოსწონს, ვეღარ იქნება ხელისუფლება. მნიშვნელოვანი მენაყები იყო და ის რაც მოხდა ვარდების რევოლუციას, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, სუბიექტური მიკერძებული აზრით, ძალიან სწრაფი ტემპით გარღვევა ბევრი მიმართულებით რეფორმების, დემოკრატიული რეფორმების, მოდერნიზაციის და აღარ ჩამოვთვლე ხამ ყველაფერს. მიუხედავად ამისა, ამის გაგრძელების გარეშე ჩვენ არა ვართ ჯერ იმ ეტაპზე, რომ შეუქცევადი იყოს, აი და ჯეფერსონის მაგალითია ამ დიალოგის 30 წლის შემდეგ ამერიკულებს და ამიტომ იქნა მოყვანილი. ამას შეიძლება გაგრძელება და დასრულება. და გაგრძელების გარდა მე ამას ისიც არ გაგიხსენებ, სულ შენიშვნა და ოპონენტები სულ ამაზე საუბრობენ, რომ სწორედ დემოკრატია ეს თვალსაზრისით არის ძალიან სერიოზული შეცდომები დაშვებული, ვთქვა, რაღაც შეიძლება და ამიტომ აიტაცია დემოკრატიის, რომ ოპონენტები საუბრობენ, რომ შეცდომებია დაშვებული. ეს რო ასე არ იყოს და ეს რო არ გვესმოდეს ჩვენ ხშირად და ეს რო არ იყოს ასეთი განსხვავებული აზრები რო არ იყოს ქართულ საზოგადოებაში, ეს იქნებოდა პრობლემა. ეს ახასიათებს თავისუფალ საზოგადოებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ამ შემთხვევაში საქართველოს არ ვაყენებ უკვე ჩამოყალიბებული ტრადიციული შეურყეველი ლიბერალური დემოკრატიების რიგში, თუმცა იქაც არის ხოლმე კრიზისული ეტაპები მათ ისტორიაში და ყოველთვის ჭირდება ბრძოლა და შენარჩუნება და გაღრმავება ამ ტრადიციებს. მაგრამ ჩვენ ამ გზაზე დავდექით და მესმის რომ ჩვენ ოპონენტებს აქვს დღეს ეს რიგი რომ ამ თემაზე კაპიტალიზაცია მოახდინონ, მაგრამ რეალურად ყველას კარგად ესმის. საქართველოს არ თავისუფლება ყანა და ამ თვალსაზრისით ვიცე-პრეზიდენტი ძალიან კაფეო იყო, რომ ლიდერია საქართველოს. მაგრამ მე არ მინდა მხოლოდ მას დავეხმოთ, რომ კიდევ ერთხელ დაუბრუნდები ამ საკითხს. შეერთებული შტატებიდან დემოკრატიის მხარდაჭერა ეს არ არის ვინმეს საწინააღმდეგოდ ან ვინმეს მხარდაჭერა და პირიქით. საქართველოს უსაფრთხოების მხარდაჭერა ეს არ არის ხელისუფლების მხარდამჭერად და ოპოზიციის საწინააღმდეგოდ. ესე გაგება არის უბრალოდ ბოდიშმოხტის სისულელე ორივე შემთხვევაში. ეს ორივე შემთხვევაში არის ქვეყნის მხარდაჭერა და თუ იმ საკითხს დაუბრუნდები კიდევ ერთხელ თვლის თუ არა ეს პოლიტიკური გუნდი და საქართველოს პრეზიდენტი რომ ჩვენ გვაქვს ჯერ კიდევ სერიოზული გამოწვევები ლიბერალური დემოკრატიის ჩამოყალიბებაში, მე მგონი ამაში არც ამაში არანაირი სიახლე არავის არ აქვს. კერძოდ ერთი ასეთი საკითხი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რაშიც ჩვენ დაგვაგვიანდა სერიოზული პროგრესის დემონსტრირება, ეს არის პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის ევროპული, ევროატლანტიკური, ამერიკული დასავლური თავისუფალი სამყაროსთვის დამახასიათებელი ურთიერთობების, თანამშრომლობის და კლიმატის შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი კვლავ ინარჩუნებენ ფუნდამენტურ საკითხებზე ძალიან მწვავედ განსხვავებულ პოზიციებს და ხშირად ძალიან მწვავედ ესხმიან ერთმანეთს თავს, მაგრამ ამავე დროს აქვთ ის, სადაც არა მარტო ქვეყნის სუვერენიტეტი და სამართლიანობა, რაც ფუნდამენტია. თulit თქვა აი ამ პროცესებს არუმატებობა თulit, თუმცა ძალიან არა ძალიან ტოტალი ავტორიტარული აზრი იქნებოდა, რომ მარტო მთავრობის ფუნქცია, მთავრობა მშობელი არ არის, რომ ესეც რომ გაზარდოს რაღაც ეს არასწორი არის. რა თქმა უნდა, ჩვენც ვართ ამიტომ ვთქვი, რომ ეს არ არის მიღწეული, ჩვენ ამ თვალსაზრისით გვაქვს გარკვეული პროგრესი ბოლო პერიოდში, ზოგიერთ ჩვენ ოპონენტთან, რომელთანაც კიდევ თქვენ რომ ვინარჩუნებთ ძალიან განსხვავებულ არის ბევრი ღირებულებით საკითხზე, მაგრამ არის თანამშრომლობა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ახლო მომავალში
ამ თვალსაზრისით კიდევ უფრო გაიზრდება კრიტიკული მასა იმ პოლიტიკური მოთამაშეების, ვინც აი ამ საბაზისო თამაშის წესებზე თანხდება. თუმცა აქ მინდა აღვნიშნოთ, ჩემი გაკვირვება სხვა ტერმინი ვარ ვიხმარო, იმით რომ მოწვევის მიუხედავად პარლამენტში ამ ისტორიულ და ემოციურ გამოსვლაზე ვიცე-პრეზიდენტის ჩვენი ოპონენტების დიდმა ნაწილმა არასაპარლამენტო დიდმა ნაწილმა შემდგის გაუგებარი მიზეზების გამო უარი თქვეს მოსვლაზე იქ მე გავიგე ჭორად რომ რაღაცა თქვა რომ ვერ მოვასწარეთ ეხა ეს სასაცილოა და მეჩვენება რომ ეს არის სწორედ აი რა პრობლემაზეც მე ვსაუბრობდი აი ამის გამოძახილი და ამაშიც შეიძლება რომ ხელისუფლება დავადანაშაულოთ მაგრამ მეორეს მხრივ ყველა პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოს ასეთ სიმბოლურ ჟესტებზეც ჩემი აზრით საზოგადოებამ კითხვა უნდა დაუსვას. კარგით, მე როგორც ჟურნალისტი აუცილებლად გითხავ ჩემ შემდეგ სტუმარს ამას რატომ არ გამოცხადდნენ თქვა პარლამენტში ამის მოსასმენად, თუმცა ერთი მინდა ჯერ ისევ ბაიდენის ვიზიტის შედეგზე კითხოთ და შემდეგ ბოლო კითხვა ჩვენი დრო იწურება. ერთი რომ თვითონ თავად ბაიდენმა განაცხადა BBC-სთან ინტერვიუში რომ ვაშინგტონმა შესაძლოა გამოგზავნოს რეგიონში სამხედრო დამკვირვებლების ჯგუფი თუ შესაბამისი თხოვნით მათ ოფიციალურ თბილისი მიმართავს, რამდენად თქვა შესაძლებელია რომ საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად ევრო კავშირის გამოჩნდნენ ამერიკელები. მე შემიძლია ვთქვა რომ საქართველოს მხარს უჭერს და ძალიან მხარს უჭერს ასეთ შესაძლებლობას, მაგრამ ბუნებრივია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია თავისთავად დღეს არსებული ფორმით ჩვენთვის უაღრესად ფასეულია და ეს არ უნდა იქნას გაგებული თითქოს ჩვენ მას უწუნებთ რამეს, უბრალოდ ნებისმიერი ეფექტური და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი მისიის კიდევ უფრო გაუმჯობესება შეიძლება და გასაგებია რომ ამ შემთხვევაში მესამე მხარეების შეერთებული შტატების დამატება ასეთი გაძლიერება იქნებოდა, მაგრამ ჯერ ნაადრევი არის საუბარი იმაზე ჩვენ ღიად დავაფიქსირეთ იცით საჯაროდ და ეხლაც ვიმეორებ რომ ჩვენ ამას მხარს უჭერთ და ეს ჩვენი მოკავშირეების შემდგომი კონსულტაციის საგანი იქნება. კიდევ ერთი დღეს სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება და ამაზეც მინდა გითხოთ რომ ვაშინგტონი საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებისა და ნატო სტანდარტების შერეღებისთვის დახმარების გასაწევად მზად არის. უბრალოდ კიდევ ერთხელ მინდა ეს ფრაგმენტი ამოვიკითხო მაყურებლისთვის. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანების სწრაფვაში და ამ ქვეყნის ერგულ შექმნილ ვითარების გათვალისწინებით ეს საკითხი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. რას გულისხმობს კონკრეტულად სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება? აქ იყო საუბარი შესაძლოა შეიარაღებაში დაეხმაროს შეერთებული შტატები. მე არ დავიწყებ კომპონენტებად დაშლას. ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის 4 ძირითად მიმართულებას შორის ერთ-ერთი არის უსაფრთხოება და ეს მიმართულება შეიცავს თავდაცვაში ურთიერთობას, საქართველოს შეერაგული ძალების ნატოს სტანდარტებამდე ამაღლებას, მისი მოდერნიზაციის გაგრძელებას და ამ გაგრძელებაში ყველა კომპონენტს თავისი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ თulit რომ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება იყო, იმიტომ რომ აქაც პრესაში იყო ბევრი სპეკულაცია. თითქოს რაღაცა უნდა მომხდარიყო და მე გაჩერდა. ჩვენ გვესმის რომ ზოგ შემთხვევაში შეიძლება შემთხვევით ხდება, ზოგ შემთხვევაში აქაც არის სერიოზული ინვესტიცია ჩვენი ბჭყალებში კეთილმოსურნეების და მე მგონი ეს განცხადება საკმარისად ამომწურავია რომ დავკმაყოფილდეთ თვითონ ამ პოზიციით. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ ის რომ საქართველოს უნდა შევიდეს და შევა ნატოში ამ ყველა ბარიერს მიხვდა ის რომ საქართველოს შეერაგული ძალები უნდა გაძლიერდეს და ამ სტანდარტებზე მივიდეს ეს არის ყველასთვის ნათელი და ჩვენი მოკავშირეები ამას ხარს გიჭერენ როგორი იქნება დინამიკა შიგნით ეს მნიშვნელოვანი მაგრამ განსხვავებული საკითხია და არ ცვლის ამ პოლიტიკური მნიშვნელობის სიდიდეს ჩვენთვის და რამდენი წუთი გვაქვს გაჩნდა ცოტა ძალიან და ბოლო საკითხი მაშინ კითხვა და არა გისმენთ ხო იმიტომ რომ ვიცე-პრეზიდენტის გზავნილებზე იყო საუბარი და ერთს გამოვყოფდი მარტო ეს იყო X საათის საუბრობდა ვარდების რევოლუციაზე როგორც მთელი ქართული ხალხის შენაძენზე და არა რაღაც შიდა პოლიტიკური დაყოფის ნაწილზე იმიტომ რომ ეს ასე არის ახმული და მე ვთვლი რომ სამართლიანადაც მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ რეფორმის გაგრძელება დემოკრატიული საჭირო არ არის ან პირიქით გამოწვევები არა გვაქვს და მეორე ის საუბრობდა იმაზე რომ საქართველოს არის მაგალითი და იქ პრეზიდენტის საუბრა შემდეგ რომ ამ კუთხით ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება. დღეს ამ დღეებში ქართულ მედიაში ყველგან გავიდა ინფორმაცია ბელორუსის გადაწყვეტილებაზე და განცხადებაზე. ხო, იყო თორე ერთგვარი შედეგი სწორედ ამ კითხვის დასმას მინდა და აზერბაიჯანის და ბელორუსის. მარტო ამ ვიზიტის შედეგი მე ასეთ სპეკულაცია შეერშეულმა ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს რომ საქართველოს და უკრაინაც, მაგრამ ამ შემთხვევაში საქართველოს კიდევ უფრო. თვითონ მოსკოვმა აქცია მაგალითად იმისი, როგორ დასჯიან და როგორ შეუულიათ მათ დასჯა იმეთი, ვინც ბედავს და აპირებს და ცდილობს რომ თავისუფალი სამყაროს ნაწილი გახდეს და არ დარჩეს ამ კვაზი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, ახალი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. და სწორედ ამიტომ ამასაც მე ვთვლი რომ საქართველოს ჩემი სუბიექტური შეფასებით რა თქმა უნდა, სხვა თვალსაზრისითაც არის სამაგალითო და ის პოლიტიკური კონდიცია რომელიც წევრიც მე ვარ, ჩემი აზრით. თუმცა პირველ რიგში მთელი ქვეყანა, მაგრამ ამ თვალსაზრისით საქართველოს სამაგალითო გახადა ჩვენმა ნებამ რომ დაუბრუნებოდეთ ჩვენ ბუნებრივ წიაღს, ევროპას, ევროატლანტიკურ წიაღს და მოსკოვის და პრეზიდენტ პრემიერ პუტინის გადაწყვეტილებამ რომ ჩვენგან ექცია მაგალითი.
სწორედ ამას უნდა დაუკავშიროთ ის, რომ თავისთავად ის ფაქტი, რომ რუსეთმა ვერ მიაღწია და ვერც მიაღწევს თავის სტრატეგიულ მიზანს, ეს არის გარდამტეხი მრავალი ადგილისათვის საქართველოს ფარგლებს მიღმა. და ამას გულისხმობდა ის და სწორედ ამიტომ ჩვენ შესაძლოა ჩვენი ქვეყნის ბედით საკმარისი პასუხისგებლობა თუ ერთი და პატივია, მაგრამ დამატებითი პასუხისგებლობაც გვაქვს მე ვთვლი რომ ეს მნიშვნელოვანია რომ ითქვას. კარგი და ბოლო კითხვა მინდა ესე დაგისვათ ერთ-ერთი ოპოზიციონერის სიტყვები მოვიშველოთ დღეს ესეთი კომენტარი მოვისმინე რომ ესეთი მნიშვნელოვანი ვიზიტის შემდეგ ეს ხელისუფლება აღიქვა მაინც საკუთარ მხარდაჭერა და ეიფორიაში არ ჩავარდეს ხელისუფლებაო. შესაძლოა რომ ამ ვიზიტის შემდეგ ხელისუფლება ერთგვარ ეიფორიაში ჩავარდეს. ეს იყო ბაჩუკი ქარდავამ თქვა ერთ-ერთ ეთერში რომ ეიფორიაში არ ჩავარდეს ხელისუფლება ამ ყოველთვის შემდეგ. დიდი მადლობა მინდა უთხრა ყველა ოპონენტს ეს გამოფხიზლებისთვის. ეიფორიაში ხელისუფლება კი არა მთელი საზოგადოება იყო აღფრთოვანებული ჩვენი მთავარი მოკავშირის მხარდაჭერის ამ დონით და ასეთი ემოციურობით შეფასებები ანალოგიური იყო თქვა. პირიქით კიდევ ერთხელ ხასუსო ეს მხარდაჭერა სწორედ იმიტომ გვიხარია რომ ჩვენ სერიოზული გამოწვევები გვაქვს რა ეფორეზე უნდა იყოს ლაპარაკი. მე საერთოდ არ მესმის რაზეა საუბარი. და ისევ გაიჟღერა ამ ფრაზამ რომ საკუთარ მხარდაჭერად არ ეკვა. აქაც უნდა გავიგოთ კარგად ის რაც ესმით იმ ქვეყნებში რომლის საბოლოოდ რომლისკენაც მივისწრაფით რომ ასეთივე ჩამოყალიბებული ტრადიციული დემოკრატიები ვიყოთ. ამ ქვეყნის პრეზიდენტი არის მიხეილ სააკაშვილი, არჩეული ამ ქვეყნის მოსახლეობის და საზოგადოების მხრიდან. დღეს ეს პოლიტიკური გუნდი არის ხელისუფლებაში და ამ ქვეყნის მხარდაჭერა ამ ვითარებაში ასეთ საკითხთან დაკავშირებით ბუნებრივია. გულისხმობს ხელისუფლებას, იმიტომ რომ ჩვენ წარმოვადგენთ ამ საკითხებში დღეს ჩვენ სამშობლოს. ეს არ ნიშნავს რომ ქვეყანა და მთავრობა ერთა იგივეა, ამის თქმა არ მსურს მე. ეს ასე არ არის ბევრ სხვა სიტუაციაში, მაგრამ დღეს როცა რაც უკვე თქვი, მაგალითად აქციას ეს ყველაფერი და დღეს როცა ჩვენ გვესმოდა მრავალ ადგილას ცდელობა იმ იგივე ინვესტიციის შედეგად, რაც უკვე ორჯერ ვისაუბრე და სამწუხაროდ გვესმოდა ეს ჩვენი ქვეყნის შიგნითაც, რომ უნდა დამკვიდრებული იყო აი ეს სტანდარტი, რომ იცი რა, არ ელაპარაკება მე ერთხელ ვისაუბრე ამაზე თქვენ ეთერში, მე მგონია თუ სხვა ეთერში არ მახსოვს, მოსკოვი ამ ლიდერთან. ეხლა უნდა გამოცვალოთ, იცით რა, აბა სხვანაირად ვერც იქნება. ეს იყო ყველაზე სახიფათო საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის მყისიერად, იმიტომ რომ ეს ნიშნავდა დაბრუნებას იმპერიოდში, როცა შენ ხარ ვასალი ოფიციალური, შესაძლოა არ ქვია ამას ნაწილი რაღაც დაპყრობილი ქვეყნის მთლიანად, მაგრამ აი ესეთი ვასალი ხო რომ გეუნებიან, როგორ უნდა მოიქცე და თუ არ მოწონს თავრობა ცვლიან და გეკეტება გზა იქ საითქენაც მიისწრაფოდი 200 წლის განმავლობაში, უფრო მეტი წლის განმავლობაში. და მეორე მხრივ ეს იქნებოდა მაგალითი ყველა სხვისთვის. და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ ქართულმა ხალხმა ეს არ დაუთმო საკუთარ მტერს. ეს მნიშვნელოვანია არ ჩავარდება ხელისუფლება ამაზე რომ პასუხი გავცე და დავასრულოთ. თუ ჩემი არა ხო ანუ ეს არის თქვენი პასუხი ამას გულისხმობ. კი ბატონო შეგიძლიათ ესე თქვა რომ არანაირ ეიფორიაში არც ხელისუფლება და ქართული საზოგადოება არ არის. ჯერერთი კიდევ ერთხელ ხასუსო. მოკლედ ძალიან. ჩვენი საფრთხეები არის იმდენად აშკარა რომ ეიფორია არ იქნებოდა უბრალოდ უპასუხისმგებლობა, მაგრამ ხა მეორე მხრივ საკუთარი თავის დათრგუნვა მუდმივად და მუდმივად თქმა იმაზე რომ განწირულები ვარ თურმე და არაფერი არ გვეშველება თუ რაღაცა, ეს არის მტრის წისქულზე წყლის დასმა. ჩვენ უნდა ვიყოთ მხნეთ, უნდა გქონდეს ნებისყოფა და რწმენა და გვჭირდება მოკავშირეების მხარდაჭერა და 2 დღის წინ ჩვენ დავინახეთ რომ ჩვენი მთავარი მოკავშირე ამ მხარდაჭერას გამოხატავს და ეს ყველას ბუნებრივად უნდა გვიხაროდეს და მე დარწმუნებული რომ გვიხარია. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია საუბრობდა სტუდიაში და აფასებდა ასე ვთქვათ ბაიდენის ვიზიტს და ახლა ამავე თემაზე ჩვენ პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება ალიანსის საქართველოსთვის ლიდერი ირაკლი ალასანია, რომელიც ოპოზიციიდან ერთ-ერთი იყო, ვინც პირადად შეხვდა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს. საღამომშვიდობისა ბატონო ირაკლი, დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩემს გადაცემაში. პირველ რიგში ბუნებრივია გითხავთ იმას, რომ იყო ორდღიანი ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი და ასე ვთქვათ პირველი შეფასება თქვენი როგორია ამ ვიზიტის შემდეგ, ვიდრე რაღაც დეტალებზე გადავალთ. ეს ვიზიტი მართლაც იყო მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოს უსაფრთხოებას, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას ესეთი მტკიცე მხარდაჭერა გამოუთქვა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. თავად რომ ესეთი მაღალი დონის ვიზიტი იყო ვიცე-პრეზიდენტის სახით, ესეც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თუ რა მნიშვნელობა აქვს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის სწორედ ამერიკის მიერ ასეთ გადადგმულ ნაბიჯს. ეს აშკარად იყო, რა თქმა უნდა, პირველ რიგში გზავნილი რუსეთისთვის, რომ არავინ აღარ შეეგუება და არ დაუშვებს ახალ აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ და აქ და ასევე ტერიტორიული მთლიანობის კუთხით არა მხოლოდ იყო
ხაზგასმული, რომ არ იქნება აღიარებული ეს ტერიტორიები, ჩვენი ოკუპირებული, არამედ ხელს შეუწყობს საქართველოს აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა. ეს ისეთი თემა ზოგადად ჩვენი უსაფრთხოების, რომ აქ ნამდვილად არ შეიძლება იყოს ლაპარაკი იმაზე, თუ ოპოზიციაში იქნება ვინმე თუ ხელისუფლებაში, რომ არ გვაერთიანებდეს და რა თქმა უნდა აქ ერთსულოვანი ვართ. რაც არ უნდა განსხვავებული პოზიციები გქონდეს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე, ეს არის სწორედ ის თემა, ის საკითხი, რომელსაც ყველა საქართველოს მოქალაქე მხარს უნდა უჭერდეს. ისევე როგორც ამაზე მიბმულია დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერა, ძალიან მტკიცე მხარდაჭერა, რომელიც ჩვენთან შეხვედრისასაც და პარლამენტში გამოსვლის დროს ვიცე-პრეზიდენტმა ძალიან ხაზგასმით აღნიშნა. ესეც ჩემი აზრით არის ყველა ჩვენთაგანისთვის, ვიქნებით ოპოზიციაში თუ ხელისუფლებაში, უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ სწორედ ამაზე იქნება დაფუძნებული ჩვენი ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობის მომავალი, რაც ჩვენთან შეხვედრისას ბატონმა ბაიდენმა ძალიან ნათლად აღნიშნა. აი თქვენთან შეხვედრასთან დაკავშირებით მინდა ზუსტად გითხოთ, რაზე ისაუბრეთ ოპოზიციის ლიდერებმა, ვიცე-პრეზიდენტამ გულისხმობ იმას, რომ გარდა ვთქვათ ქვეყნის უსაფრთხოებისა და შეერთებული შტატების მხარდაჭერისა, თუ იყო და ალბათ იყო შიდა პოლიტიკაზე საუბარი და ვთქვათ რა ინფორმაცია მიაწოდებთ ოპოზიციის ლიდერებმა, მარტო თქვენ არ გულისხმობთ, ვთქვათ იგივე სხვა ლიდერებმა ამ შეხვედრაზე? რა თქმა უნდა, ჩვენ სწორედ ძირითადად ყურადღება გავამახვილეთ შიდა პოლიტიკურ საკითხებზე, იმ პრობლემაზე და იმ კრიზისზე, როგორც ქვეყანაში არსებობს დღეს. რა თქმა უნდა, ასევე საუბარი იყო კონკრეტულ საკითხებზე, როგორც არის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, პირველ რიგში აქ საუბარი იყო მედიის თავისუფლებაზე, ასევე ზოგადად პოლიტიკური სივრცის გახსნაზე ოპოზიციისთვის და საზოგადოებისთვის, რომ მონაწილე გახდეს, თანამონაწილე საქართველოს პოლიტიკური პროცესების და ქვეყნის განვითარების, თუ რა შემაფერხებელი ფაქტორები არსებობს ამ გზაზე, ვილაპარაკეთ ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს და პოლიციის ორგანოების დეპოლიტიზაციაზე და იმის აუცილებლობაზე, რომ აღარ არსებობდეს ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით ხალხის დაკავების შემთხვევები, ასე რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, ძალიან ღია და გულწრფელი შეხვედრა და საკმაოდ თქვენც ალბათ იცით და დაინახეთ, რომ ბაიდენი თავად როგორც პიროვნება არის ძალიან გახსნილი და აბსოლუტური კომფორტი შეუქმნა ყველა თანამონაწილეს, სწორედ ესეთივე გულღია და პირდაპირი ყოფილიყო. თუ იყო იქ საუბარი კონკრეტულად, იმიტომ რომ ამ გამოსვლაში ახსენა კიდეც, რომ თქვათ ქუჩიდან პოლიტიკური პროცესები პარლამენტში უნდა გადავიდეს, რომ პარლამენტში გამოსვლისას, ანუ იყო რამე კონკრეტული რეკომენდაციები, ვთქვათ მისი მხრიდან, რომ ეს ქუჩის აქციებიდან, ვთქვათ რაღაც სხვა პროცესებში გადავიდეს ოპოზიციური ბრძოლა. ეს რა თქმა უნდა ისევე ალბანური ჭეშმარიტებაა, რომ ქვეყანაში პოლიტიკა უნდა წყდებოდეს პოლიტიკური პროცესის ფარგლებში. აქ არ ყოფილა არანაირად იმაზე ლაპარაკი, თუ ვინმეს მოუწოდა ქუჩის აქციებში მიიღებდა ვინმე თუ არა მონაწილეობას. აქ იყო ზოგადად ლაპარაკი, რომ პოლიტიკურ პროცესებს უნდა მიეცეს პრიორიტეტი. ჩვენც და მეც დავაფიქსირე სწორედ ის პოზიცია, რომ ჩვენი სურვილი სწორედ ეს არის, რომ გულწრფელი დიალოგი შედგეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის და დაგვანახოს ხელისუფლებამ პოლიტიკური ნება, რომ πολιτიკური კრიზისის გადაწყვეტა შევძლოთ ერთობლივად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ვიზიტი არის ჩემი აზრით შანსი ორივე მხარისთვის, რომ გამოვიყენოთ და დავიწყოთ ძალიან გულწრფელი და ღია დიალოგი. აი სწორედ ამაზე მინდა გითხოთ, თქვენ იგივე ამ ვიზიტამდეც ხშირად აკეთებდით ესეთ განცხადებებს, რომ უკვე დროა ვთქვათ პოლიტიკური პროცესები რაღაც კონკრეტულ მოლაპარაკებებში გადავიდეს, მაგრამ როგორ, იმიტომ რომ კონკრეტული ასე ვთქვათ მონაწილეობა თქვენი არც ერთ რაღაც ან კომისიაში, ან იმ შეხვედრებში არ აქვს მნიშვნელობა. ჯერ ეს ნაბიჯი არ გადაგიდგამ და თქვენ არ გვინახიხართ. თქვენ ამბობთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის შესვლა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორ აპირებს ამას თქვენი ალიანსი ამჯერად? ოპოზიციაზე რომ არ ვთქვა. კომისიას არანაირი კონკრეტული წინადადებები არ წარმოუდგენიათ. ამდენი ხანია მიდის ლაპარაკი, რომ ამ კომისიამ უნდა წარმოადგინოს გარკვეული მოსაზრებები, გააცნოს საზოგადოებას და არც ერთი არანაირი პროგრესი ამ კუთხით არ ყოფილა. აქ ერთადერთი მარტივი მიზეზია. არ არსებობს ხელისუფლებისგან პოლიტიკური ნება. აქამდე ყოველ შემთხვევაში ესე იყო და არც ერთი დაპირება, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა დემოკრატიული რეფორმების კუთხით გააკეთა ბოლო პერიოდში, ერთი წელიც რომ ავიღოთ, თუნდაც არ შესრულებულა. მაგრამ დღეს ჩნდება ახალი შესაძლებლობები და რა თქმა უნდა ჩვენ ერთმანეთის მიმართ ეგეთი უნდობლობით აღარ უნდა ვიყოთ გამშვალული და უნდა მივცეს შანსი ერთმანეთს, რომ გულწრფელი დიალოგი დავიწყოთ და მე დარწმუნებული ვარ, თუ კი ამ შანსს ორივე მხარე გამოვიყენებთ, შესაძლებლობების გაჩნდება, რომ პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებამდე მოვახერხოთ გარკვეულ პოლიტიკურ შეთანხმებამდე მისვლა და ეს პირველ რიგში სწორედ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას, გაჯანსაღებას უნდა ეძღვნებოდეს ეს მოლაპარაკებები და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, შესაძლებელი გახდება უკვე ახალი პოლიტიკური კალენდარზე ლაპარაკი.
ანუ შემოდგომიდან დღეს ოპოზიცია საუბრობდა ახალ სტრატეგიაზე, ვთქვათ, იმიტომ რომ რაღაც ერთგვარი ტაიმაუტია საზაფხულო ერთთვიანი. იგივე პრეზიდენტი საუბრობდა, რომ საარჩევნო კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს 2009 წელს და შემოდგომაზე ამაზე უნდა დაიწყოს მუშაობა. ანუ შესაძლოა თქვენ გიხილოთ აქტიურად ჩართული ამ პროცესებში, ვთქვათ, შემოდგომიდან, იგივე სექტემბრიდან. იცით რა, არა მხოლოდ შემოდგომიდან ჩვენ გვინდა რომ ამ პროცესებში რაც შეიძლება სწრაფად ჩავერთოთ, ამიტომაც ჩვენი წარმოდგენილი წინადადებები საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით იქნება მიწოდებული როგორც საზოგადოებისთვის, ასევე ამ ჯგუფისთვის, სამუშაო ჯგუფისთვის, რომელიც დღეს მუშაობს ამ ფარგლებში და გარდა ამისა, მე მინდა დათლად კიდევ ერთხელ განვაცხადო, ჩვენი ამოცანა იქნება კონკრეტული მონაწილეობა მივიღოთ იმ პროცესებში, რომელიც საარჩევნო გარემოს შესვლისკენ იქნება მიმართული და თუ კი ჩვენ დავინახეთ ხელისუფლების მხრიდან ასევე კონკრეტული შემოხვედრი ნაბიჯები, რა თქმა უნდა, ჩვენის მხრიდანაც გაკეთდება პირდაპირ შემოხვედრი ნაბიჯები. ამიტომ ეს კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, ეს ვიზიტი იმდენად მასშტაბური იყო და იმდენად დამაჯერებელი მხარდაჭერა ამერიკის შეერთებულ შტატებმა გამოთქვა ამ ორი ჩვენთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხებისადმი, ეს არის ქვეყნის უსაფრთხოება და დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობა, ჩემი აზრით სწორედ იქნება სახარბიელო გარემო იმისთვის, რომ ჩვენ თვითონ უკვე პოლიტიკურმა ძალებმა საქართველოში დავიწყოთ საერთო ენის გამოძებნა. და ბატონო ირაკლი, აქვე მინდა კითხოთ, გიგა ბოკერი იყო ჩემი წინა სტუმარი და მანეს და შეკითხვა, თუმცა მე ვნახე რომ ჟურნალისტებმაც კითხეს, თქვენ მიწვეული იყავით პარლამენტში მოსასმენად, ვთქვათ, დარბაზში შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის და არ მიხვედით, რატომ? თუ მით უმეტეს ამ შემხოდ ნაბიჯებზეა საუბარი იყო ჯოზეფ ბაიდენის მოსმენაზე, ვთქვათ, საკანონმდებლო ორგანოში. შენ ეს ერთი თავისთავად, როდესაც მე გავიგე უკვე მოგვიანებით, რომ არ იყო ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიწვეული, ამანაც განაპირობა ის, რომ მე თავი შევიკავე იქ მისვლაზე, იმიტომ რომ თუ კი იწვევ და მართლაც ესეთი ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაზე გსურს, რომ მთლიანად საზოგადოების, ასევე პოლიტიკური ოპოზიციის, არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი იყოს. არა, მხოლოდ მე არა, რამდენიმე, მაგრამ გავარკვიეთ, რომ ყველასთან არ იყო ეს მოწვევა მისული, ამიტომაც თავი შევიკავე. გარდა ამისა, ჩვენ ისედაც გვქონდა საშუალება ბატონ ბაიდენთან პირადად შეხვედრის დროს გავსაუბრებოდით და ძალიან გულდასმით უსმენდი ბუნებრივია მის გამოსვლას. ხო, ანუ უბრალოდ კიდევ ერთხელ უარი თქვით თუ არა ამ შეთავაზებაზე, მე ეს მაინტერესებდა, ბუნებრივია რომ მოусმენდით. არა, მე გადაწყვეტილი მქონდა სიმართლე გითხრა, რომ მივსულიყავი, მაგრამ როდესაც გავიგე, რომ დანარჩენი ოპოზიციის წარმომადგენლების დიდი ნაწილი არ იყო მიწვეული, ამიტომაც თავი შევიკავე. კარგი, და ბოლო კითხვა, თქვენ საუბრობდით საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე და ამბობთ იმას, რომ თუ ეს გარემო გაუმჯობესდება უფრო შემხოდ ნაბიჯებს გადადგამთ, თქვენ არაერთხელ თქვით, რომ შესაძლოა მიიღოთ ამ შემთხვევაში მერის პირდაპირ წესით არჩევნებში მონაწილეობა და თქვით ისიც, რომ კანდიდატურა უნდა იყოს ოპოზიციასთან შეთანხმებული და გასაგებია, რომ ამ წუთას კანდიდატურას ვერ დაასახელებთ, მაგრამ ასე რომ გადაწყდეს, თქვათ, დათანხმდებით თქვენ თავად ირაკლი ალასანია, რომ კენჭი იყაროთ მერობის კანდიდატურად. კიდევ ერთხელ თქვენს თქვით და მეც მინდა ხაზი გაუსვა, ნებისმიერ არჩევნებში მონაწილეობის მიღება ბუნებრივია დამოკიდებული იქნება თვისუფრივად შეიცვლება თუ არა პოლიტიკური საარჩევნო გარემო ქვეყანაში. რაც შეეხება კანდიდატურას, ეს კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, იქნება რა თქმა უნდა სასურველი რო გახდეს შეთანხმების საგანი ოპოზიციურ ძირითად პარტიებს შორის და ამის შემდეგ ბუნებრივია შეგვეძლება ლაპარაკი, ამიტომ წინასწარ მოვლენებს ნუ გავუსწრებთ. არა, უბრალოდ თქვენ თავად თუ ესე იქნა შესაძლოა თუ არა რომ იყაროთ კენჭი, ეს მაინტერესებს ირაკლი ალასანია. ჩვენი პარტია, ჩვენი საქართველოს თავისუფალი დემოკრატები მივიღებთ, რა თქმა უნდა, ამ არჩევნებში, მაგრამ მერის კანდიდატურას რაც შეეხება, ამაზე ლაპარაკი რა თქმა უნდა ნაადრევია. კარგი, თქვენ მაინც არ გაიცით პასუხი ჩემს კითხვას და ბოლო კითხვა მე მაინც ვერ გავიგე თქვენ პირადად დათანხმდებით თუ არა, მაგრამ არა უშავს გაირკვევა კანდიდატურა და მე შევითხოვთ. და შეხვედრას ესწრებოდით ამ ვიცე-პრეზიდენტთან ოპოზიციის მხოლოდ 4 ლიდერი და აქვე ესეც მინდა უბრალოდ მოვასწრო და კითხო, რატომ არ ესწრებოდნენ სხვა ლიდერები, გულისხმობს იგივე სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ყველაზე მეტი აქტიურობით გამოირჩეოდა წინა დღეებში, იგივე საკუთარი სლოგანიც შესთავაზა საზოგადოებას ბაიდენის ჩამოსვლის წინ, ანუ რის მიხედვით შეირჩა ლიდერები, ეს ალბათ ნუსაელშოს მხრიდან მოხდა, მაგრამ თუ გაქვთ ინფორმაცია? არანაირი ინფორმაცია არ მაქვს მაგასთან დაკავშირებით, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეს რა თქმა უნდა დაგეგმა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან პროტოკოლის სამსახურმა, ასე რომ მე არ მაქვს ინფორმაცია რისი მიხედვით შეირჩა მონაწილეები. კარგი, ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ დღეს ამ სეზონში ჩემ ბოლო გადაცემა, ასე რომ შემოდგომამდე ალბათ აღარ მოგვიწევს ამ სტუდიაში საუბარი, წარმატებებს გისურვებთ და დიდი მადლობა რომ მიიღეთ. თქვენთან შეხვედრას ეთერში მომავალში. დიდი მადლობა. ვემშვიდობებით, ასე ვთქვათ, ირაკლი ალასანიას და გადმოვდივართ სტუდიაში უმცირესობის ლიდერი, ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი გიორგი თარგამაძე. საღამო მშვიდობისა, ბატონო გიორგი, ასევე დიდი მადლობა რომ ღებულობთ მონაწილეობას ჩემს გადაცემაში და ბუნებრივია საუბარს დავიწყებ ამ მნიშვნელოვანი ვიზიტით, რომლის შეფასებისასაც თქვენი კომენტარი ყველაზე მეტად დამამახსოვრდა, იმიტომ რომ თქვენ გაამახვილეთ ყურადღება ვიცე-პრეზიდენტის პიროვნულ, ასე ვთქვათ, მხარეზე, როდესაც გამოხოდით ამ შეხვედრაზე
ვსაუბრობდით და შეიძლება ითქვას რომ რაღაც აღფრთოვანებას ვერ მალავდით. იყო ძალიან ემოციური კომენტარი და საუბრობდით რომ წარმომიდგენია როგორი იქნებოდნენ ამერიკის დამფუძნებელი მამები, ამიტომ ასე მინდა დავიწყოთ თქვენთან საუბარი რომ რამდენად მოახდინა გავლენა მისმა პიროვნებამ თქვენზე ამ შეხვედრაზე. გარდა იმისა რომ ის თეთრი სახლის მეორე პირი, ანუ მე ამ გავლენას არ გულისხმობ, პიროვნულ თვისებების გავლენაზე ვსაუბრობ, როდესაც ის იჯდა ვთქვათ რითი მოიხიბლეთ ესე მის ამ პიროვნებით. ოცნაური კითხვა ალბათ უფრო პოლიტიკურ შეფასებას ელოდით, მაგრამ მაინც მაინტერესებს უფრო ძალიან. არ ადამიანთა შორის რომელთაც საკუთარი ემოციების მოთქვა უჭირთ ხოლმე. შეგნებულად თქვი ის, რასაც ვფიქრობდი იმ წუთში და რაც ვიგრძენი იმ წუთში. ეხლა პოლიტიკოსებმა მავალებს რომ ვიყო უფრო მეტად რაციონალური დაცლილი ემოციისგან. პოლიტიკოს გული არ აქვს, თავი აქვს, ხო? ნაპოლეონი ამბობდა, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ გულიც გვაქვს, გრძნობა გვაქვს. მოლოდინი მქონდა იმისა, რომ შეხვდებოდი ადამიანს, რომელმაც მოახერხა განხდარიყო მსოფლიოს წამყვანი ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი და ბუნებრივია ძალიან მაინტერესებდა როგორია ის ურთიერთობებში, როგორია კადრს მიღმა, მაშინ როდესაც ტელეკამერები და შუქი არ არის მინათებული. ჩემთვის ეს იყო ეფექტური დიპლომატიის ყველაზე საუკეთესო მაგალითი, რაც კი ცხოვრებაში მინახავს. არა მარტო ამ ადამიანის აქციელი ქცევა, მისი ელეგანტურობა, თვით ყველაზე მწვავე საკითხებზეც კი ძალიან კორექტული საუბარი და მართლაც დიპლომატიური მინიშნებები და ამავე დროს პრინციპულობა. მე დავინახე და კიდევ ერთხელ დავწმუნდი, რომ ნამდვილი წარმოდებული პოლიტიკოსი სრულიადაც არ არის ადამიანი, რომელიც ღირსებისგან არის დაცლილი და პირიქით. ნამდვილი და წარმოდებული პოლიტიკოსი არის ადამიანი, რომლისთვისაც სიტყვა ღირსება და პიროვნული პრინციპულობა, ასე ვთქვათ, არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპები. კარგი, თქვენ ახსენეთ მწვავე საკითხებზეც კი ის ცდილობდა რომ ისეთი პასუხი გაცან, იყო რაიმე მწვავე ესეთი ძალიან მწვავე საკითხები დაყენებული ამ შეხვედრაზე და გადავიდეთ მაგრამ ამ დეტალებზე, რაზე ისაუბრა ოპოზიცია? არა, მისმის, მაგრამ მწვავე საკითხები რა იყო, ვთქვათ, რაც დააყენა ამ შეხვედრაზე ოპოზიციამ? არ მომეწონა ის რაღაც გაურკვეველი და მე ვიტყოდი მაპატიოს ყველა შეფასებისთვის, მაგრამ ისტერიული ტონი და შეფასებები, რომელიც ამ დახურული შეხვედრის შინაარს უკავშირდებოდა მით უმეტეს, რომ ჩვენ საერთოდ გვჩვევია ქართველებს ვიწყებთ ხოლმე ფარდის იქით სიბნელეში რაღაცის ძიებას, მაშინ როდესაც ის რაც ჩვენ გაინტერესებს სცენაზე, განათებულ ადგილზე და ხელის გულზეა, ასე ვთქვათ. ის რისი თქმაც სურდა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს თქვა ორჯერ კი არა, თუ არ ვცდები, სამჯერ მისი ვრცელი გამოსვლების დროს. არაფერი სხვა განსაკუთრებული და მით უმეტეს საზოგადოებისაგან დამალული და დასამალი იმ შეხვედრაზე არ თქმულა, უბრალოდ ჩვენ გქონდა საშუალება და მეტი დრო და მოგეხსენებათ პროტოკოლით გათვალისწინებულზე 9 საათით მეტ ხანს გაგრძელდა ეს შეხვედრა, ძალიან დეტალური როგორც ინფორმაცია მიგვეწოდებინა, ასევე ჩვენი შეშფოთება გაგვიზიარებინა ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენისათვის. ეხლა თქმა იმისა, რომ ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენს ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეს უფრო მეტად ტკივა ჩვენი ქვეყანა ვიდრე იმ ადამიანებს, რომლებიც იქ მივდიოდით, ჩვენ ვართ ქართველები და რა თქმა უნდა, როგორც არ უნდა უყვარდეს ვინმეს ჩვენი ქვეყანა გულშემატკივრობდეს, ჩვენ რო ჩვენი გავჭირვებია და ჩვენ ჩვენს ოჯახზე ვფიქრობთ და ჩვენ რო ჩვენს ქვეყანაზე სამშობლოზე ვფიქრობთ, შეუძლებელია იმაზე მეტად გული ვინმე შესტკიოდეს, მაგრამ ადამიანური თვალსაზრისით და ეს გამოჩნდა სხვა შემდეგი შეხვედრების დროსაც და ძალიან რაციონალური მიდგომებითაც ჩემთვის ეს იყო, ვიტყვი პირდაპირ მასტერკლასი. ეს იყო ძალიან დიდი გაკვეთილი, რომელიც მე როგორც ამ შემთხვევაში ახალგაზრდა პოლიტიკოსმა, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი სიამოვნებით მივიღე კიდეც და ალბათ მთელი ცხოვრების განმავლობაში გამომადგება ბევრ რამეში, რისთვისაც ბატონ ბაიდენს მადლობა. ანუ ისევ შთაბეჭდილებების ქვეშ ხართ. ამაში არაფერია გასაკვირი. რა თქმა უნდა. და თქვენ გადაიცით ცნობილია მედია მიმართვა, იმიტომ რომ თქვენ შეხვედრამდე თქვით რომ ამას გააკეთებდით და შეხვედრის შემდეგაც. აქედან გამომდინარე მინდა გითხოთ, თუ იყო საუბარი, თქვათ, აი, როდესაც დემოკრატიის განვითარებას საუბრობთ, იგივე მედიის თავისუფლებაზე, ანუ ამ მიმართვის გადაცემას თუ მოყვა, თქვათ, რაიმე რეაქცია თუ უბრალოდ თქვენ ეს დაუტოვეთ მას? არა. ყველა ამ თემაზე იყო საუბარი. მე მეც გეტყვით, რომ თავად ჩვენ ოპოზიციის წარმომადგენლები, ლიდერები 4-ნი ვიყავით, ძალიან გონივრულად მოვიქეცით იმ თვალსაზრისით, რომ წინასწარ არ ქონია ერთმანეთთან შეხვედრა და თემები არ დაგვინაწილებია, მაგრამ დრო რადგან შეზღუდული იყო, ამიტომ ის თემა, რომელზეც საუბრობდა ერთი ლიდერი, გამეორებას აღარ ექვემდებარებოდა სხვის მხრიდან, მაგრამ ჩვენ ფაქტობრივად ჩვენი გამოსვლებით და დისკუსიაში მონაწილეობით შევავსეთ ერთმანეთი, ანუ მთლიანობაში ვეცადეთ მიგვეტანა ის სატკივარი, რომელიც ქართულ ოპოზიციას
ინფორმაციურ სპექტრს გააჩნია და ვთვლიდით, რომ პრიორიტეტულად უნდა დასმულიყო ვიცე-პრეზიდენტის წინაშე. იგივე ეხება მედიასაც და მას გადავეცი პირადად, სხვათა შორის თავად მედიის წარმომადგენლებმა ძალიან გონივრულად მოიფიქრეს, რომ ეს არ იყო ძალიან დიდი, ისეთი რომლის წაკითხვის დრო არ ექნებოდა ვიცე-პრეზიდენტს, ის პირადად ჩემპირდა, რომ წაიკითხავს, გაეცნობა მას და გადავეცით მის თანაშემწეს. სხვათა შორის ესე ძალიან საინტერესოა და ამერიკული პოლიტიკური სისტემის უპირატესობაზე მეტყველებს. ამ დისკუსიაში არ მონაწილეობდნენ პირდაპირ, მაგრამ ჩვენთან ერთად ისხდნენ ეროვნული უშუალოების საბჭოს წევრები, სპეციალისტები, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მიმართულებითაც და ამ რეგიონზე. მე იქ ვნახე, შემნიშნე კი არა, ვნახე შევხვდი ადამიანებს, რომელსაც ერთი წლის წინ ზუსტად მე შევხვდი ვესაუბრე ჩემი ვიზიტის დროს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვაშინგტონში. ანუ ეს მეტყველებს რაზე შეიცვალა პოლიტიკური ხელმძღვანელობა, მოვიდა სხვა პარტია, მოვიდა სხვა პრეზიდენტი, მოვიდა სხვა ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც მოგეხსენებათ, რომ სწორედაც ხელმძღვანელობს ამერიკის შეერთებულ შტატების ეროვნული უშუალოების საბჭოს მუშაობას, ფუნქციონირებას, მისი რეზიდენციაც ოფისი ვაშინგტონში თქვენ მოგეხსენებათ, ვიცე-პრეზიდენტი ზის ეროვნული უშუალოების საბჭოში. ხო, მაგრამ ის ადამიანი, რომელიც საქართველოსზე მუშაობდა წლების განმავლობაში, კვლავ იქ არის, ეგრეთ წოდებული დესკ ოფიცერი და ასე შემდეგ, ხო? ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება მემკვიდრეობითობას, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბიუროკრატიას, დიდი მნიშვნელობა ენიჭება დაგროვილი ცოდნის გამოყენებას, რაც სამწუხაროდ საქართველოში ჩვენ არ გვაქვს და კარგი იქნება ბატონი გიგა ბოკერიეთ დაწყებული, მისი ჩვენი პრეზიდენტი ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი კარგსაც თუ გადმოიღებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ამასაც თუ გაითვალისწინებს, რომ ის ძლივს რაღაც აღზრდილი კადრები, დაგროვილი გამოცდილება, რომელიც ძლივს გროვდება ხოლმე ამ 18 წლიანი დამოუკიდებლობის განმავლობაში საქართველოში, ახალი პოლიტიკური ძალის მოსვლასთან ერთად ერთბაშად არ ჩამოიწეროს. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო სისტემის ეფექტური ფუნქციონირებისათვის. ოპოზიციის ერთი ნაწილი ბაიდენის ცვლილებების მოთხოვნით დახვდა. ამას თავსაც ვეუბნები, რადგან როცა ღმერთინებებს და ჩვენ ქრისტიან-დემოკრატები ვიქნებით ხელისუფლებას, ჩვენც ასე ვაპირებთ. ყველა კვალიფიციური და პატიოსანი თანამშრომელი ბიუროკრატიისა უნდა დარჩეს თავის ამუშავო ადგილზე და უნდა ჰქონდეს შანსი კიდევ უფრო მეტად კარიერაში წინსვლისა. საუბარი იყო ცვლილებებზე, შიდა პოლიტიკაში ვთქვა და გულისხმობ, რომ ცვლილებების სლოგანით ხდებოდა თქვა ოპოზიციის ნაწილი მას. ცვლილებები იყო ერთ-ერთი თქვენი სლოგანით ქრისტიან-დემოკრატების წინასაარჩევნო მთავარი. ჯერ კიდევ მაშინ სანამ არავის ჯეროდა, რომ ობამა გახდებოდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. კარგით, ანუ იგივე გზის გავლას ხომ არა პირებთ ხა ისე ამბობთ, რომ ობამას სლოგანი იყო და მაშინ ჯერ არ იყო ცნობილი. ჩვენი შედარება ძალიან რთული იქნება ბევრი მიზეზის გამო და ჩვენი არ ვცადეთ. აქედან გამომდინარე მინდა უბრალოდ კითხოდეს ცვლილებები ვახსენე იმისათვის, რომ რა ცვლილებებს ელით ამ ვიზიტის შემდეგ იქნება შიდა პოლიტიკა თუ საგარეო, ანუ ერთგვარი ისევ შეფასება ამ ვიზიტის. კი ბატონო, უპირველეს ყოვლისა მე მაინც მინდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების პრობლემას შევჩერდე, რომ გავუყოთ ჩემთვის სამი მთავარი პრიორიტეტი გამოიკვეთა ამ ვიზიტის შედეგად. პირველი ეს არის ეროვნული უსაფრთხოების პრობლემა და დღეს საქართველოში მცხოვრებმა ადამიანმა, რა თქმა უნდა, მე ჩვეულებრივი მოქალაქეების განწყობას უსმენდი დღეს თუ არ ვხვდები თქვენი ტელევიზიის მეშვეობით და ერთმა ახალგაზრდა ქალბატონმა ბრძანა, რომ აი გუშინ ღამით უფრო მშვიდად დავიძინა. რა თქმა უნდა, პირდაპირ შედეგი არის ის, რომ ამ ვიზიტის შედეგად და რა თქმა უნდა, თავად პრეზიდენტის მოსკოვში ყოფნის დროს და ღიად მედვედევთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სუვერენული უფლებების ღიად საჯაროდ ნათლად დაცვის შედეგად, ეს იყო პრევენცია რუსეთის სამხედრო პოლიტიკური წრეებისა, რომ მათ არ მიეღოთ გადაწყვეტილება ახალი ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციისა საქართველოში. ეს გადაიდო როგორც მინიმუმ თუ საერთოდ ეს გადაწყვეტილება არ ჩამოიწერა, ასე ვთქვათ, ხო? ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გაგვიჩნდა შანსი და დრო საიმისოთ, რომ საქართველო ვიმეორებ ხშირად და ყოველთვის გავიმეორებ, სანამ რეალობად არ ვაქცევ. საქართველოს აქვს შანსი გადაიქცეს ობამას ადმინისტრაციის ახალი სამშვიდობო და დემოკრატიული პოლიტიკის მთავარ განხორციელებლად ამ რეგიონში. ამაზე ღია მინიშნებები ჩვენ მივიღეთ, როცა ბატონო ბაიდენმა თქვა, რომ საქართველოს ისინი უყურებენ როგორც ყველაზე დიდი დემოკრატიული რესურსის მატარებელ ქვეყანას რეგიონში. რესურსი უნდა ვაქციოთ რეალობად. ეს უკვე ჩვენს ხელშია. ამას ჩვენს ნაცვლად ვერც ბაიდენი გააკეთებს, ვერც ობამა და ვერც რომელიმე ევროკავშირის ხელმძღვანელი ქვეყნის წარმომადგენელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე, რა თქმა უნდა, შიდა პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. ის თანაშემწეები და ის უზარმაზარი, ასე ვთქვათ, შემადგენლობა დელეგაციისა, რომელიც აქ იყო ჩამოსული, იმისთვის კი არ იყო მარტო ჩამოსული, რომ ბაიდენს როგორც სუფრას გაუწყობდნენ, ის შეემოწმებინათ. არა ბატონო, ამ ადამიანებმა
დეტალურად ჩაიწერეს ყველა ის პრობლემა, რომელიც არსებობს დღეს ქართული პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღების თვალსაზრისით და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან აუცილებლად შედგება ძალიან კონკრეტული საუბრები და უკვე შედგა ალბათ კიდეც ამ თემებთან დაკავშირებით, ასე რომ მე ველი ძალიან სერიოზულად ვსრულებს ამ მიმართულებით. და მესამე, ეს არის ეკონომიკური დახმარება. კომენტარების დროს ყველანი მაინც გადართულები ვარ, ჯერ კიდევ ეიფორია, ეროვნული უსაფრთხოება, მთავარი პრობლემა, ტერიტორიული მთლიანობა, შიდა პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც პირდაპირ არის მიბმული ასევე ქვეყნის მთლიან სტაბილურობასთან და ეს ერთი მეორესთან კავშირშია და მესამე, რაც ასევე ამ ორივეს კრავს. ვერ აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, თუკი ჩვენ მშვიდობიანი კურსის განხორციელების კონტექსტში საქართველოს ეკონომიკურად არ გავაძლიერეთ და მიმსდველი არ გავხადეთ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისათვის. ასევე არ იქნება შიდა პოლიტიკური სტაბილურობა, სანამ ქვეყანაში სოციალური სიმშვიდე არ დამყარდება. და ქვეყანაში, სადაც მხოლოდ 6% არის 5-დან 6%-მდე არის მდიდართა ფენა, არის 9%, რომელთაც შეიძლება შეძლებულები ეწოდოთ და 86% მოსახლეობისა ბოლო კვლევების მიხედვით იმყოფება სიღარიბის ზღვარის ქვევით ან სიღარიბის ზღვარის რისკის ქვეშ. ეს ნიშნავს იმას, რომ კატასტროფა გვაქვს ამ მიმართულებით და ხელისუფლებამ უნდა გადახედოს მთლიანად თავის ეკონომიკურ პოლიტიკას და ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკური დახმარების თაობაზე ღია განცხადებების გაკეთება ბატონი ბაიდენის მხრიდან იყო ძალიან მნიშვნელოვანი და რატომ? ეს არის უზარმაზარი პოლიტიკური გამოცდილების მქონე ადამიანი, მაგრამ მარტო თავის გამოცდილებით კი არ ლაპარაკობს. ამერიკას დაჭირდა 200 წელი და მეტი იმისთვის, რომ ასეთი სრულყოფილი პოლიტიკა დემოკრატიისთვის მიეღწია. მათ იციან, რომ არც ერთი პოლიტიკური სისტემა და მით უმეტეს დემოკრატია არ იქნება მყარი და სტაბილური, თუკი მშიერი კუჭების ქვეყანად იქცევა ეს ქვეყანა. მშიერ კუჭზე დემოკრატია ვერ აშენდება. მათ იციან ძალიან კარგად. ამიტომაც აკეთებენ აქცენტირებას ამაზე. რასაც ჯერ ჩვენ ქართველი პოლიტიკოსები მთლად კარგად ვერ მივხვდარვართ. ხალხს უნდა მივცეთ დასაქმების საშუალება, ეკონომიკური დახმარება უნდა გამოვიყენოთ ეფექტურად, ბიზნესი უნდა განვითარდეს, მცირე და საშუალო ბიზნესი განსაკუთრებით, რადგან ის ასაქმებს ძირითად ფენას მოსახლეობის და შედეგი იქნება საშუალო ფენის წარმოშობა, საშუალო ფენა იქნება მყარი ნიადაგი იმისთვის, რომ ქვეყანაში აღარასოდეს მნიშვნელოვანი და საფრთხის მატარებელი პოლიტიკური რხევები აღარ განხორციელდეს. კარგი, დიდი მადლობა და ბოლო შეკითხვა, სწორედ აქედან გამომდინარე იქნება წინცხელი აგვისტოა, ერთგვარი პოლიტიკური ტაიმაუტის სეზონი, მოდის დატვირთული შემოდგომა, იწყება საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობა, თითქმის დაინიშნა არჩევნები უკვე მე შემდეგ გაზაფხულზე 2010 წლის. ორ კითხვას გავაერთიანებ და მოკლე პასუხები გამეცით. ერთი, რომ ქრისტიან დემოკრატებს ეყოლება თუ არა თავის მერობის კანდიდატი თუ მიიღებთ ამ არჩევნებში მონაწილეობას და ზოგადად პროცესების როგორ განვითარებას ელოდებით ქვეყანაში. რთულია მოკლე პასუხი, მაგრამ უნდა გამცეთ. პირველი მე მგონი ქრისტიან დემოკრატებმა უკვე დავამტკიცეთ, რომ ჩამოყალიბდით ანგარიშგასაწევ, კვალიფიციურ, პასუხისმგებლიან პოლიტიკურ ძალად მთელი საქართველოს მასშტაბით. ამიტომ როცა საუბარი არის თვითმმართველობის არჩევნებზე, თბილისის მერობა ჩვენს სამიზნეს მხოლოდ არ წარმოადგენს. თბილისი საქართველოს დედაქალაქია და ძალიან დიდი მნიშვნელობაა, როგორი ხელმძღვანელობა ეყოლება მას, რა თქმა უნდა, მაგრამ ქრისტიან დემოკრატები მივიღებთ აქტიურ მონაწილეობას და ძალიან სერიოზულ საარჩევნო კამპანიას ვგეგმავთ მთელი საქართველოს მასშტაბით, დაწყებული ხელვაჩაურის რაიონიდან დამთავრებული ლაგოდეხის რაიონი. მაგრამ არჩევნებში მიიღებთ მონაწილეობას. აუცილებლად მივიღებთ კიდეც მონაწილეობას, გვექნება ჩვენი გამოკვეთილი ალტერნატივა, გვექნება ძალიან კვალიფიციური პროგრამა ჩვენი რეგიონების და მათ შორის დედაქალაქის აღორძინების ეკონომიკური განვითარების და ამავე დროს გვეყოლება ჩვენი კანდიდატი არა მარტო თბილისის მერად, არამედ ყველა თვითმმართველი ერთეულის არჩევითი მერის თანამდებობაზე. ვინ იქნება მერის კანდიდატურა? ჯერჯერობით სიმართლე გითხრათ, შიდა პარტიული კონსულტაციებიც არ დაგვიწყია ამ თემაზე, თუმცა აუცილებლად ნაკლების შესაძლებლობაა იმის, რომ მე ვიყო პირადად, თუმცა არ არის გამორიცხული პარტიის რომელი ლიდერი ან დღეს ჩვენს პარტიაში სრულიადაც არააქტიური პიროვნება გახდეს ქრისტიან დემოკრატების კანდიდატი თუნდაც თბილისის მერის თანამდებობაზე. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. მე ისიც გითხრათ პროცესების როგორ განვითარებას ელოდებით ქვეყანაში და ძალიან მოკლე პასუხს თუ გამცემთ, ანუ შესაძლოა იყოს თქვა ისეთი ცხელი როგორიც იყო ეს გაზაფხულის შემოდგომა, ელოდებით ესეთ რამეს. ისე დაგვებედა და ქართული პოლიტიკური კალენდარი ითვალისწინებს ამას ასე, რომ გაზაფხული და შემოდგომა პოლიტიკურად აქტიური პერიოდია, ზაფხული ზამთარი, ასე ვთქვათ, ტაიმაუტების პერიოდი. მე ვერ გეტყვით სხვა პოლიტიკურ ძალებს რა გეგმები აქვთ, ყოველ შემთხვევაში მე მიმაჩნია, რომ ის პოლიტიკური ტაქტიკა, რომელიც ქრისტიან დემოკრატებს თავიდანვე ჰქონდა არჩეული და თანმიმდევრულად მივყვებით ყოველგვარი მიხვალ-მოხვევის გარეშე, ძალიან მნიშვნელოვანი არის და არგუმენტირებულია, ასევე პატივსცემს სხვათა ტაქტიკას. უბრალოდ მიმაჩნია, რომ ვერ ჩვენ ცალკე ამ ტაქტიკით და ვერც დანარჩენები თავიანთი რადიკალური მიდგომებით შედეგს ვერ მივახცევთ, თუ არ გვექნება საერთო ოპოზიციური გეგმა. და ეს გეგმა უნდა მდგომარეობდეს არა ერთი რომელიმე ადამიანის სადღაც გაშვებაში, არამედ
ზოგადად ქართული სახელმწიფოს გადარჩენა განვითარებაში და ამ ხრივ როცა ისე და ამით ალბათ ვამთავრებთ საუბარი იყო შეფასებას დღეს ყველაზე სწორად და კარგად მოვისმინე ჩემთვის ძალიან საპატივცემულო ქართველი დიპლომატის ბატონ ზურაბ აბაშიძის შეფასება ისიც რუსთავი ორის ეთერში სადაც მან თქვა ვის დაუჭირა მხარი მან დაუჭირა მხარი ხელისუფლებას დაუჭირა მხარი ოპოზიციას დაუჭირა მხარი საზოგადოებას დაუჭირა მხარი საქართველოს და არ უნდა გვაღიზიანებდეს ახლა ერთი ზედმეტი სიტყვა სააკაშვილზე თქვა გიორგი თარგამაძეზე ირაკლი ელასანიაზე თუ ნინო შუბლაძეზე მთავარია რომ ამ ადამიანმა საქართველოს დაუჭირა მხარი ერთი წუთი მინდა ხოლმე უბრალოდ სულ სხვა თემა არის და არ შემიძლია რომ გამოეხმაო დღეს უბრალოდ სატელევიზიო საშუალებებში ხშირად გამეორდა სიუჟეტები და ასე ვთქვათ ინფორმაცია იმის თაობაზე რომ ერთ-ერთი სასულიერო პირი არის დაკავებული და ის მხილებული და 11 წელი და ძალიან ცუდი რაღაცები ითქვა. ჩემი თხოვნა უბრალოდ ეს ამ შემთხვევაში როგორც კოლეგა ჟურნალისტი თხოვ ყველას მე საინფორმაციო პოლიტიკაზე არის პასუხისმგებელი პირი რომ გათვალისწინებით იქით რომ ჩვენ საუბრობთ სასულიერო პირზე არანაირი კანონი ამას არ გრძალა 22 რომ ეს კანონი დარღვევა და არც იმას ვამბობ რომ როგორც მინიმუმ ასეთი ტიპის ინფორმაციის გავრცელება უნდა ხდებოდეს საპატრიარქოს პრეს-ცენტრისათვის შესაბამისი კომენტარის მოთხოვნისა და მიღების შემდეგ ეს ერთი და სამხრივად არ უნდა ვრცელდებოდეს და მეორე გაირკვა რომ ეს ადამიანი არ არის არანაირი სასულიერო წოდების მატარებელი იყო რიგითი მორჩილი ერთ-ერთ მონასტერში და ისიც იქიდან დისციპლინარული საჯელით იყო გაძევებული მაგრამ თელი საპატრიარქოს განცხადება სამის შესაძლებელია უკვე საღამოს 9-ზე რო გავიდა ბოლო სიუჟეტი კურიერში მთელი დღე ვრცელდებოდა სრულიად სხვა რამ. უბრალოდ ჩემი თხოვნა არის ყველანი ამ სიუჟეტის ავტორების და რედაქტორების ამ საზოგადოების წევრები ვართ და ყველანი უნდა გაუფრთხილდეთ ქართული ეკლესიის ავტორიტეტს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი გიორგი თარგამაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში რეკლამის შემდეგ კი ამ კვირის დასაწყისში გაჟღერებული შეთავაზება ვადამდელი არჩევნები თბილისში ვინ იქნება მართველი გუნდის კანდიდატი და რას ფიქრობს პრეზიდენტის შეთავაზებაზე გიგი უგულავა დედაქალაქის მერის ქალაქური და პოლიტიკური გეგმები რამდენიმე წუთში. ვადამდელი არჩევნები თბილისში პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში და მთავარი შეთავაზება. გადავიდეთ თბილისის მერის პირდაპირ არჩევნებზე. ეს არჩევნები დავნიშნოთ 2010 წლის 30 მაისს. 10 თვე არჩევნებამდე ვინ იბრძოლებს თბილისში პირველობისთვის, ვინ თანხდება და ვინ უარს ამბობს შეთავაზებულ არჩევნებზე. დღეს პოზიცია მაქვს ესეთი, რომ არანაირ მის დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ. არის თუ არა შეთანხმებული მართველი გუნდის საკუთარ კანდიდატზე, ვისთან საბრძოლოდ ემზადება ოპოზიცია. სხვათაშორის ბატონ უგულავას დაწყებული აქვს რომელი არ ვიცი. მაგრამ კამპანია. საარჩევნო კამპანია თუ თბილისის განვითარების გეგმა, დედაქალაქის მასშტაბური პროექტები, ძველი თბილისის რეაბილიტაცია, შეჩერებული მშენებლობების დახმარება, ახალი ხიდები და გზები, განახლებული რიყე და ახალი მაგისტრალი თბილისის ცენტრში. ეს არის საკმაოდ მოცულობითი პროექტი, რომელიც არ განხორციელებულა უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში. თბილისის მერის ქალაქური და პოლიტიკური გეგმები. რას ფიქრობს პრეზიდენტის შეთავაზებაზე გიგი უგულავა? მე ვარ მომხრე პირადად რომ მოხდეს პირდაპირ მერის არჩევნები. პოზიციიდან პოზიციამდე არჩევნების თარიღის გამოცხადების შემდეგ გიგი უგულავას პირველი კომენტარი პირდაპირ ეთერში. დედაქალაქის მერი დღეს პოზიციაში. რეკლამის შემდეგ ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ და წარმოგიდგენთ ჩემი გადაცემის ბოლოს სტუმარს დედაქალაქის მერი გიგი უგულავა ისაუბრებს დღეს პირდაპირ ეთერში. საღამო მშვიდობისა ბატონო გიგი, დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის და თქვენთან საუბარს აღარ დავიწყებ უკვე ბაიდენის ვიზიტის შეფასებას, ასე ვთქვათ, ხელისუფლების წარმომადგენელი იყო ჩვენი სტუმარი და უკვე ძალიან ბევრი ვისაუბრეთ. მე მინდა თქვენთან დავიწყო საუბარი პრეზიდენტის იმ შეთავაზებაზე, რომელიც სწორედ მერის პირდაპირ წესით არჩევა შეეხება და ვიდრე დეტალებზე გადავიდოდეთ, ზოგადად მინდა ეს შეფასება გთხოვოთ, რამდენად განმუხტავს ეს ვთქვათ ვითარება იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციის დიდმა ნაწილმა, არასაპარლამენტო ოპოზიციის უკვე უარი თქვა ამ არჩევნებში მონაწილეობაზე. და როდესაც ვთქვათ მოთხოვნა იყო სხვა არჩევნების და დაინიშნა, ასე ვთქვათ, ვადამდე დაინიშნება სავარაუდოდ პირდაპირ წესით მერის არჩევნები. საღამო მშვიდობისა. პრინციპში ჯერ 10 თვე არის იქამდე და ამიტომ ნაადრევია იმაზე საუბარი რომელი პოლიტიკური ორგანიზაცია მიიღებს მონაწილეობას და რომელი არა. მე მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ძირითადი პოლიტიკური სპექტრი მიიღებს მონაწილეობას, როდესაც სხვათა შორის საუბრობდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე, მე მინდა შევახსენო, რომ ამაზე ჩვენივე ინიციატივით და
NDI-ის ეგიდით მუშაობს ჯგუფი და ნაწილი პოლიტიკური ორგანიზაციებისა ჩართულია ამ პროცესში და მე მოუწოდებდი ყველა სხვა დანარჩენს მიიღოს ამაში მონაწილეობა. გარედან პროცესები ვერ და არ იმართება ეფექტურად. თუმცა ითქვა რომ პროგრესია მეორე მინდა ასევე მუშაობიდან ჯერჯერობით არ ჩანს არ გამოჩნდება მანამ სანამ შენ თვითონ არ მიხვალ იქ. იმიტომ რომ ჩანს ის, როდესაც შეთანხმდება საკითხი, მერე ჩანს საზოგადოებისთვის და მანამდე არის უამრავი ნიუანსი და სამუშაო პროცესი, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღოს ნებისმიერმა პოლიტიკოსმა, ლიდერი იქნება თუ მისი წარმოგზავნილი, თუ გინდა რომ იცოდე რა ხდება. ეს ისე მეორე მინდა ასევე აღნიშნო არჩევნებთან დაკავშირებით რომ 2003 წლის არჩევნების მერე მე ვგულისხმობ უკვე რაც ვარდების რევოლუციის მერე ნებისმიერი არჩევნები რაც კი მას შემდეგ ჩატარდა იქნება ეს შუალედური ადგილობრივი საპარლამენტო საპრეზიდენტო შეგიძლიათ ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა ნახოთ და საკუთრივ თბილისის მიმართ პრეტენზია არასდროს არ ყოფილა ეს ისე ინფორმაციისთვის მინდა ითხრა პრაქტიკულად ანუ ხელშესახები რაიმე სერიოზული პრეტენზია არ ყოფილა და ისე მოდი ესე შევხედოთ არც პოლიტიკოსებსა დიდად არ გამოუთქვათ თქვენ გახსოვთ გასული საპარლამენტო არჩევნები რომელიც როგორც შედეგი ოპოზიციის ნაწილმა გააკრიტიკა მაგრამ საბოლოო ჯამში მათაც აღიარეს მაგალითად გაჩეჩილაძემ აღიარა რომ პირწმინდად დაამარცხა ქალბატონ რუსუდან კერვალიშვილმა ისევე როგორც ორუბანში თბილისში ხელისუფლების წარმომადგენელი დამარცხდა ასევე მინდა გითხრათ როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები იყო იანვარში ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ აღიარა რომ თბილისში თბილისის ნაწილში არჩევნების ჩვენ ნაკლები შედეგი ჰქონდა ვიდრე კონკურენტ კანდიდატს აქ ამის თქმა მინდა ის რომ მოტივა დაიღო ის რომ მე არ ვენდობი საარჩევნო გარემოს და ამიტომ თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მას შორისაც ჩვენ ვამბობთ და ეს იყო სხვა შორის ბევრი პოლიტიკური ორგანიზაციის მოთხოვნა რამდენიმე თვის მე ჩემი პოზიციაც დავაფიქსირე რომ კატეგორიულად ახლა სტუდიაში კატეგორიულად მომხრე ვარ თბილისში ჩატარდეს პირდაპირი არჩევნები მერის და საუბარი ამ შემთხვევაში საარჩევნო გარემოზე არ მიმაჩნია სწორედ სამართლიანად და ცოტა ესე ვთქვათ პასუხისმგებლობის და პასუხის თავიდან აცილებად მიმაჩნია მაგრამ მაინც მგონია რომ მაგრამ რას გულისხმობთ არ არის თქვენ საარჩევნო კანონმდებლობა დასახვეწი იმიტომ რომ არის ძალებრივი შენიშვნები კანონმდებლობა და სხვათა შორის ეს ბაიდენმაც ვიცე-პრეზიდენტმა უთხრა მათ რომ დასახვეწი არის ნებისმიერ ქვეყანაში მათ შორის შეერთებულ შტატებში მაგრამ ამისათვის უნდა მონაწილეობა მივიღოთ შესაბამის ჯგუფში და შესაბამის კომისიაში ჩვენ პოლიტიკური ნება გამოვხატეთ არა იმის გამო რომ ეს რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციის თუ ოპოზიციის რომელიღაცა ნაწილის ახირება ჩვენ ეს გადავწყვიტეთ იმიტომ რომ ეს არის საზოგადოებისთვის უკეთესი საზოგადოების უკეთესი ჩვენ გვინდა უკეთესი კანონმდებლობა საარჩევნო რა თქმა უნდა ჩვენ გვინდა უკეთესი კონსტიტუცია ბევრად დაბალანსებული ხელისუფლება სადაც იქნება ძლიერი პარლამენტი ძლიერი პრეზიდენტი და ძლიერი მთავრობა და ამის მაგალითები არის სხვადასხვა მაგრამ ამას სჭირდება ერთობლივი მუშაობა და მე სხვათა შორის ამ ვიზიტის ერთ-ერთ დადებით შედეგად მე მაინც მიმაჩნია იქნება ის რომ იმდენად შთამბეჭდავი იყო იმდენად მნიშვნელოვანი იყო თუნდაც პერსონალურად აი ჩემ წინ გამოსვლელი საუბრობდა ბატონი გიორგი თარგამაძე რომ პერსონალურად ის თვლიდა რომ გაიზარდა როგორც პოლიტიკოსი როდესაც უყურებდა მასტერკლასი იყო მან მე მაინც მგონია რომ უკვალოთ ეს არჩევნების არა მარტო საერთაშორისო უსაფრთხოების თვალსაზრისით არა მარტო ამერიკის მკაფიო დახმარების თვალსაზრისით არამედ პოლიტიკური კულტურის ზრდის თვალსაზრისით ჩვენ უნდა შევეგუოთ და ჩვენ უნდა შევიცვალოთ და გქონდეს ის თამაშის წესები, რომელიც ღირსეული საზოგადოებისთვის არის დამახასიათებელი. ყოველ შემთხვევაში აქამდე ამ მიმართულებით ყველაზე მეტი ხარვეზი სამწუხაროდ გვაქვს ჩვენ და სახეზე იყო ეს ხარვეზი უკანასკნელ თვეებში რაც ხდებოდა. მე მიმაჩნია არა მარტო ვინაც ოპოზიციაში და ვინაც ხელისუფლებაში ეს უნდა იყოს კარგი საბაბი იმისა, რომ ჩვენ ესე ვთქვათ გადავაკეთოთ ჩვენი პოლიტიკური დისკურსი და შევქმნათ შემოვიტანოთ შიდა პოლიტიკურ ურთიერთობაში სულად ახალი ნოტა და ახალი მუხტი. კარგი, თბილისის მერის პირდაპირ წესით
პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით ცნობილია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით არის ასრთა სხვადასხვაობა. იგივე ერთ-ერთი ვთქვათ ესეთი არის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი, რამდენადაც ცნობილია ეს ერთ-ერთ ინტერვიუშიც ამოვიკითხე და პრეზიდენტის ამ შეთავაზებაში მართველი გუნდის წარმომადგენლები ვთქვათ ხშირად მომისმენია და იგივე წავიკითხე რომ წერენ თუ კი ქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობისა და აღმასრულებელ ორგანოში სხვადასხვა პოლიტიკური ძალები მოვლენ ეს ქალაქის ეფექტურად მართვას ხელს შეუშლის. ანუ რამდენად რეალურია ეს საფრთხე, როდესაც თქვენ ემხრობით პირდაპირ წესით არჩევას და თქვათ რამდენად შესაძლებელია რომ უმრავლესობაში ამ ცვლილებას და ცვლილების მიღებას წინააღმდეგობა შეხვდეს. რომ ის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს ხო ეს ცვლილება რომ დაინიშნოს პირდაპირ წესით არჩევნები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ეს პოზიცია, რომელიც რთული რომ დასაბუთებულია და ახმოვანებს თბილისელების ძირითად უმრავლესობას, ის აზრს გავა, ამის დასტური იყოს თუნდაც პრეზიდენტის განცხადება პარლამენტში. რაც შეეხება თვითონ ეს დავა უკავშირდება ერთ ძირითად პრინციპს. ანუ და ფუნდამენტურ საკითხს. მერის თანამდებობა როგორც ასეთი არის წმინდა სამეურნეო თანამდებობა თუ არის პოლიტიკური თანამდებობა. მე მიმაჩნია რომ ცდება ისიც ვინც ამბობს რომ წმინდა სამეურნეო თანამდებობა და ცდება ისიც ვინც ამბობს რომ პოლიტიკური თანამდებობა. სხვათა შორის ახლა თქვენ საუბრობდით რომ და აღნიშნავდნენ გამოსვლელები რომ ეს პოლიტიკური სეზონები არის და ზამთარში და თქვა ზაფხულში პოლიტიკური ცხოვრება კვდება და გაზაფხული და შემოდგომა. განსხვავებით ასეთი პოლიტიკური კალენდარისაგან მერის თანამდებობა 24 საათიან რეჟიმს მოითხოვს მუშაობის. იქნება ეს ზამთარში თოვლია, მერე შეიძლება გაზი გაითიშოს, მერე შეიძლება ყინვა იყოს, მარილი უნდა და ზაფხულში სიცხერო არის, შეიძლება იმას წყლის მომარაგების პრობლემა შეგექმნეს, მერე შემოდგომაზე და ის ძირითადი სამუშაოები მიდის. ანუ ამ თვალსაზრისით ეს არ არის პოლიტიკური თანამდებობა, ეს არის სამეურნეო თანამდებობა, რომელიც არ მოგასვენებს 24 საათი და ჩემ ესე ვთქვათ საკუთარ ერთ-ერთ ხარვეზად მიმაჩნია რომ მე რაღაც პერიოდში ძალიან გადავერთე პოლიტიკურ საქმიანობაში მიმაჩნია და ეს რა თქმა უნდა გართმევს დროს და ენერგიას იმ საქმეები რომელიც ყველა თბილისელისთვის არის მნიშვნელოვანი. ანუ უნდა იყოს შეჯერებული თქვენი. მაგრამ მეორეს მხრივ წმინდა მენეჯერულიც ვერ იქნება თანამდებობა რომელიც გინდა პირდაპირი წესით და გინდა არაპირდაპირი წესით და მით უმეტეს თუ პირდაპირი წესით არის არჩეული, რა თქმა უნდა პოლიტიკურ თანამდებობასაც გულისხმობს. ამიტომ ეს თანამდებობა თავისი არსით არის სინთეზი ორივე განსხვავებით თქვა ნებისმიერი თქვა სხვა თანამდებობის. ეს არის პოლიტიკური თანამდებობა, მაგრამ აუცილებელი არა ისეთი პოლიტიკური კალენდარის ცხოვრებით, როგორიც ახლა ჩვენი ოპონენტები საუბრობენ. აი, სწორედ ამაზე გითხავთ, იგივე პოლიტიკური თუ სამეურნეო თანამდებობაზე შესაძლოა თუ არა იყო თქვენ ისევ კანდიდატი საუბარია რომ სახელმწიფო კანდიდატი მერობაზე თქვა გაზაფხულზე შესაძლოა იყო ისევ თქვენ თუ არსებობენ სხვა კანდიდატები სახელმწიფო გუნდიდან. კანდიდატები უნდა არსებობდნენ ბევრი და არჩევა პოლიტიკურ გუნდში უნდა გაკეთდეს ობიექტური კრიტერიუმები. შეთანხმებული კანდიდატი არსებობს უკვე. შეიძლება ესე იყოს, მაგრამ ჯერ ადრეა ამაზე სასაუბროთ. მიმაჩნია რომ საზოგადოებას უფრო აინტერესებს ის მნიშვნელოვანი ფუნდამენტური სიახლეები და ის ხედვა თუ როგორი იქნება ქალაქი ხვალ და არა მარტო ხვალ, არამედ რაღაც პერსპექტივაში და არა ის თუ ვინ იქნება კანდიდატი და როგორი უნდა იყოს მერი. როგორი უნდა იყოს მერი, ამას თვითონ თბილისელები აირჩევენ. და ვიდრე ამ ქალაქის პროექტებზე გადავიდეს, სხვათა შორის რაზეც ოპოზიცია მოვსურთ, თქვენ წინა საარჩევნო კამპანია გაქვთ დაწყებული მაინც, მაგრამ ამაზე რამდენიმე წუთში სახელმწიფო გუნდი ვის ელოდება კონკურენტებად და რამდენად დიდი აქვს შანსი ვინც არ უნდა იყოს თქვა ხელისუფლების მხრიდან კანდიდატი გამარჯვების იმ ფონზე, როდესაც თავადაც საუბრობდით და ეს არაერთხელ პრეზიდენტსაც აღუნიშნავს და თავად ხელისუფლებას აღარ საუბრობ ოპოზიციის წარმომადგენლებზე, რომ თბილისში მეტია საპროტესტო ელექტორატი. ანუ რამდენად ძიმე იქნება ბრძოლა სახელმწიფო კანდიდატისთვის. ბრძოლას არ დავარქვენ, ძალიან ხმამაღლა ჟღერს ბრძოლა. საარჩევნო ბრძოლას გულისხმობთ. საარჩევნო მარათონი იქნება კონკურენტული. საარჩევნო გარემო ისე ვიმეორებ ხას უსვამთ თბილისში იყო აქამდეც კონკურენტული და შემდეგ თავისუფალი კონკურენციის შესაძლებლობა სამართლიანი კონკურენციის შესაძლებლობა ჰქონდათ მაშინაც ექნებაც ეხლაც ყველას მათ შორის მეც და აქედან გამომდინარე ვინ იქნება კონკურენტი ამაზე ალბათ
ამაზე თუ ძალიან გაინტერესებთ, დღეს ჩვენ არ ვფიქრობთ. და ეს თვითონ ოპოზიციის სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ჩემი აზრით არა ჯერჯერობით რა თქმა უნდა არა მაგრამ ძალიან ადრე ამაზე ლაპარაკი და იმიტომ ჩემი აზრით საერთოდ განსაკუთრებით თბილისი განსხვავდება თუნდაც ბევრი რამით რეგიონებისაგან და თუნდაც ერთი ამ კომპონენტშიც განსხვავდება მიდგომა რომ ერთი ყველას წინააღმდეგ და ყველა ერთის წინააღმდეგ თბილისში არ ამართლებს და არ არის სწორი და თბილისელების ასე ვთქვათ გამოძახილს აზრის გამოძახილს არ გამოთქვას. რატომ? იმიტომ რომ აი ხვალ რომ ტარდებოდეს ვთქვათ იგივე საკრებულოს არჩევნები შეიძლება 6-7 სუბიექტი მოხვდეს საკრებულოში. ანუ პოლიტიკური პლურალიზმი აქ არის მაღალი, აქ არ არის ის რომ ყველა არის ერთის ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ თუ პირიქით ერთი არის ყველას წინააღმდეგ. ეს არასწორი დისკურსია და მთავარი ჩემის აზრით რაც არჩევნებმა თბილისში უნდა მოიტანოს, უნდა შეიცვალოს პოლიტიკური დისკურსი. როდესაც არის 5-6 მეტნაკლებად ისეთი ტოლფარდი მოთამაშე, ხო ვიღაცა შეიძლება 30% ქონდეს, მეორე შეიძლება 25%, მესამეს 20%. შესაბამისად ეს არის მეტნაკლებად ტოლფარდი მოთამაშეები. აქ მაშინ დგას საკითხი იმაზე, რომ ჩვენ ცივილიზებულად უნდა გადავწყვიტოთ. შეიძლება რაღაც საკითხში ერთი პარტიასთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, რაღაც საკითხში სხვა კონფიგურაცია მოხდეს და ასე შემდეგ. თავარი, მაგრამ ეს სხვა შორის ჩემის აზრით ოპოზიციის შეცდომა იყო სწორედ ეს რადიკალიზაცია მაშინ როდესაც თბილისში პოლიტიკური დისკურსი არის ძალიან პლურალისტური, პოლიტიკური შეხედულებები არის ძალიან მრავალფეროვანი, არასწორია. რომ წარმოადგინო, რომ აი მოდი ახლა ეს არის ერთი და ყველა ამ ერთს ვეძულოთ და ან იმ ერთმა ყველა და სხვა დანარჩენს ებრძოლს. ეს ეწინააღმდეგება დღეს თბილისელების პოლიტიკურ შეხედულებებს. სწორედ ამის გამო იყო ეს ჩემის აზრით უნაყოფო ის რა თქმა უნდა ჩემი პოზიცია. არ უბრალოდ მინდა გადავიდე სხვა საკითხზე, იმიტომ რომ ჩვენ საუბრობდით იგივე თქვენ თქვით რომ თბილისელებს აინტერესებს რა იქნება დედაქალაქში, ბუნებრივია ესეც აინტერესებს გარდა პოლიტიკური პროცესებისა და ამაზე მინდა უბრალოდ თქვენს დასწრებას მეტად აინტერესებს. განსხვავებით ჟურნალისტებს. მოსახლეობის ნაწილს და ხო რა თქმა უნდა პოლიტიკური მოვლენები ჩვენც უფრო საინტერესოა, მაგრამ მეც ამ ქალაქში ვცხოვრობ. თქვენი ეს დაწყებული პროექტები იგივე დღეს იყო რაღაც სარკინიგზო მაგისტრალზე, ვთქვათ, პრეზენტაცია გქონდათ, არის საუბარი ახალ საგზაო მაგისტრალზე, ძალიან ბევრი პროექტები დაიძრა, თუმცა ოპოზიციამ ესახიკვა როგორც საარჩევნო კამპანიის დაწყება და არა ქალაქის განვითარების გეგმა, ამაზეც მინდა უბრალოდ პასუხი გამცეთ და შემდეგ გადავიდეთ კონკრეტულ პროექტებზე. არის ეს წინასაარჩევნო კამპანია თუ რეალური პროექტები? ვისაც როგორ უნდა ისე შეაფასოს, ფაქტი არის, რომ არის საჭიროება და ამის განხორციელება ჩვენ დავიწყოთ მაშინ, როდესაც ამის შესაძლებლობა შეიქმნა. ერთი წლის წინ ქვეყანაში ომი იყო და ომის მერე ეს ნელ-ნელა ქვეყანა გამოდის შოკიდან, რაც ომმა მოიტანა. ამიტომ ჩვენ დავიწყოთ ამის განხორციელება, მას შემდეგ რაც პირველი ფუძემდებლური დოკუმენტი მივიღეთ ქალაქისთვის, ეს არის ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა. ანუ ეს არის გეგმა და ხედვა თუ როგორი უნდა იყოს ქალაქი თქვათ 20-30 წლის პერსპექტივაში. არის რამდენიმე პრობლემა, რომელსაც გამოვყოფთ, რომელსაც ჭირდება მოგვარება. როცა ჩვენ კონკრეტული პროექტები, რას მისცემს ქალაქს? სარკინიგზო მაგისტრალი ძალიან მასშტაბურია და საკმაოდ დიდი თანხა უნდა დაიხარჯოს ამ ყველაფერზე. სხვა სპეციალისტები ხუმრობით აღნიშნავდნენ, რომ ბერიას მერე ესეთი პროექტი არ გაკეთებულა. ბერია როცა ქალაქ კომისიაზე იყო, სანაპიროები აშენდა, შესაბამისად თქვენი სანაპიროები და თქვენი ჯებირი მაგ პერიოდში გაკეთდა. შესაბამისად და ამან ფაქტობრივად ქალაქის განვითარებას მიცა შესაძლებლობა. და იწყებთ თქვენ, იმიტომ რომ პოლიტიკურად არც ისე კარგი შედარება მოიყვანეთ. პოლიტიკურად არის ხუმრობით არის შედარება. პირდაპირ სოხაზონად ამას ნუ გავიგებთ. კარგი, გადავიდეთ ამ კონკრეტულ პროექტზე, რას მისცემს ქალაქს. ორი დიდი პროექტი იწყება ეხლა თბილისში. თბილისის ზემოდან რომ დავხედოთ, რუქაზე არის შედგება ორი ხეობის. ერთი არის გრძივი ანუ მთელი მტკვრის ხეობა და მეორე მდინარე ვერეს ხეობა, რომლის გარშემო განთავსებული ვაკე და საბურთალო ძირითადად. სანაპიროები, მტკვარს გასდევს სანაპიროები, რომელიც არის პრაქტიკულად ხერხემალი ავტომაგისტრალები, რომელიც გავლადობას უზრუნველყოფს ქალაქის. იცით რომ არსებობს რკინიგზა, რომელიც სატრანზიტო ხაზი, რომელიც მთლიანად მთელს ქალაქს გასდევს, რაც არ აძლევს ქალაქს მარცხენა სანაპიროს ზედა ნაწილს განვითარების შესაძლებლობას. ეკოლოგიურად არის ძალიან სახიფათო, იმიტომ რომ ნახევარი აზერბაიჯანული ნავთობი რაც რკინიგზით მოდის სწორედ
ქალაქის ესე ვთქვათ გავლით. ჩვენ გადავწყვიტეთ, ეს იყო ჩვენი გენერალური გეგმის ერთ-ერთი კომპონენტი, რკინიგზის ხაზი გადაგვეტანა თბილისის ზღვისთან დაშორებით კილომეტრი დაშორებით, ანუ მოუვლის რკინიგზის ხაზი, ანუ სატრანზიტო მოძრაობა იქნება ქალაქის გავლით და ის გამონთავისუფლებული ტერიტორიაზე პირველი 180 ჰექტარი დაახლოებით რაც გამონთავისუფლდება პრაქტიკულად მთელ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, პირველი გაკეთდება მაგისტრალი, რომელიც დააკავშირებს კახეთის გზატკეცილს მცხეთის გზატკეცილთან და მას ექნება რა თქმა უნდა მკვეთი შემაერთებლები, რომ ქალაქის სხვადასხვა ადგილიდან შეძლოს ადამიანმა მანქანით ავიდეს ამ გზაზე და მეორე გამონთავისუფლებული ტერიტორია შესაძლებელი იქნება ჩვენ რეალურად ახალი ქალაქი ავაშენოთ ქალაქში. რაც ჩემის აზრით საქმიან ზონას გადაიტანს სწორედ აქეთ და საქმიანი გაჩნდება ახალი საქმიანი ზონა პრაქტიკულად და მოგცემ შესაძლებლობას სხვა კომპონენტებთან ერთად აუცილებლად, მაგრამ საკმაოდ ასე ვთქვათ ახლო პერსპექტივა შეიძლება 10-20 წლის დიაპაზონში თბილისი რეგიონალურ საფინანსო ბიზნეს ცენტრად ვაქციონი. ეს ამის შესაძლებლობას მოგცემს. რა თქმა უნდა, აქ არის აუცილებელი კომპონენტები საგადასახადო ბაზა, სტაბილურობა პოლიტიკური, მათ შორის და ეკონომიკური და ასე შემდეგ, მაგრამ თბილისის ეს შესაძლებლობა მიეცემა. მეორე გზა მაგისტრალზე მინდა უბრალოდ კითხო ძალიან მოკლედ დრო დაგვრჩა, რომელიც ვაკესა და საბურთალოს დააკავშირებს, თქვენ თავად ამბობდით, ამაზე გამოითქვა ასე ვთქვათ შენიშვნების და პრეტენზიები, რომ შესაძლოა აქ მწვანე ნაწილი ვთქვათ განადგურდეს ქალაქის და ეკოლოგიური პრობლემების შეუქმნას, ანუ რამდენად წარმატებული შესაძლოა იყოს ეს მაგისტრალის პროექტი და იგივე საცობების მხრივ რამდენად მისცემს შვებას ქალაქს. ეკოლოგიური თვალსაზრისით იქ ძალიან მძიმე მდგომარეობაა, იმიტომ რომ წლების მანძილზე არასწორად მშენებლობებმა დაბინძურება გამოიწვიეს. მეორე არის ის, რომ აუცილებელია რიგ ადგილებში მდინარე ვერეს გაუკეთოთ ჯებირები, ვინაიდან შემოდგომაზე ისიც იტბორავს მიმდებარე ტერიტორიებს. აქედან გამომდინარე ეკოლოგიურ რაიმე საფრთხეზე ლაპარაკი ზედმეტი პირიქით. არა, არავითარ მწვანე ნაწილთან შეხება საერთოდ არ ხდება. მინდა გითხრათ, რომ ეკოლოგიური თვალსაზრისით მოდი ესე ვთქვათ, არსებული გზა უბრალოდ მოუწესრიგებელი, ესე ვთქვათ, ჯიპით ან სამხიდიანი მანქანით გაივლით. გზა იქ არსებობს. ამიტომ რაღაც რაიმე არსებით ეკოლოგიურ ცვლილებებზე საუბარი არასწორია. რაც შეეხება არასწორი რა, არასერიოზულია და არაკომპეტენტური. რაც შეეხება საკუთრივ ეს გზა მოგცემს შესაძლებლობას ქალაქის ამ ნაწილში განტვირთვის. ეს ეხება საბურთალოს და ეს ეხება ჭავჭავაძეს. იმიტომ რომ ჭავჭავაძეზეც და პეკინზეც მოძრაობის დაახლოებით 40%-ის მოძრავი მანქანების არის გამჭოლი მოძრაობა, ანუ საკუთრივ ჭავჭავაძეზე კი არა ადამიანს აქვს, გარემეთ მიდის სხვა მიმართულებით, ან წყნეთი ბაგების მიმართულებით, ან კვარტლებისა და იმის საბურთალოს მიმართულებით. აქედან გამომდინარე ის მანქანების ნაკადი, რომელიც საკუთრივ ამ აქ აქვს საქმე, ამით ეს ორი გზა ეს თავარი პრობლემაა ქალაქში, მოქალაქეებში. ორი გზა, ჩვენი გეგმა, რომელიც საცობების, ესე ვთქვა, საცობებთან ბრძოლას ითვალისწინებს, თორე ეს მართლაც ისეთ პრობლემაა, რომელიც ყველა ქალაქს უდგას, შედგება რამდენიმე კომპონენტისგან. კომპონენტი მთავარი და ყველაზე ესე ვთქვა, ძვირი კომპონენტი არის ახალი გზების მშენებლობა, როგორც არის ეს გმირთა მოედნისა და თამარაშვილის დამაკავშირებელი, რკინიგზის გადატანა და შემდეგ ახალი მაგისტრალის გაკეთება, მაგრამ ეს ორი კომპონენტი არის, ესე ვთქვა, ამ კომპონენტის გარდა გაისად დავიწყებთ უკვე და ამაზე მე იმ პროექტებს გულისხმობ და იმ პროექტების საუბრობ, რომელიც დაფინანსების წყაროები არის მოზიდული. გორგასლის მონაკვეთზე სანაპიროზე გორგასლის ხიდთან იცით სადაც ბორცვს აკეთებს, იქ მუდმივად საცობებია, იქ გაკეთდება ესე ვთქვათ გვირავი, ამის დაფინანსებაც მოზიდულია და დაახლოებით ალბათ მაისში დავიწყებთ. დასრულდება ასევე გვირავის მშენებლობა, რომელიც ეხლა უკვე მიდის საკმაოდ აქტიური ტემპით რიყეზე და რიყე გახდება ერთადერთი ადგილი თბილისში, სადაც ადამიანს ისე რომ მანქანამ არ შეაწუხოს, მტკურის გასწვრივ ისეირნოს. სხვადასხვა მე როცა თქვი კომუნისტებმა გააშენეს ეს სანაპიროები და ჯებირი, მაგრამ ამავდროულად ამან დაარღვია მთლიანად ქალაქის ცხოვრების წესი. მე-19 საუკუნეში როცა ეს ჯებირები არ არსებობდა, მე-20 საუკუნის დასაწყისში მტკვარი იყო ცოცხალი ნაწილი ქალაქის ცხოვრების. იქ იყო მადათოვი კუნძული და ასე შემდეგ. ყველაფერი ეს გაქრა.
როდესაც ეს შეჯიბრებები გაკეთდა და თან ისეა გაკეთებული არც ერთი ხიდიდან არ არის ჩასასვლელი თუნდაც იმ პატარა საფეხმავლო იმას ეს სხვა შორის ძალიან ისეთი ფსიქოლოგიური ცვლილება გამოიწვია ამან ქალაქის ცხოვრების წესში და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ერთი ადგილი მაინც იყოს და ეს იქნება რიყე სადაც ადამიანები აქვე იგეგმება საფეხმავლო ხიდის გაკეთება საკმაოდ ორიგინალური და მე ვიტყოდი ერთ-ერთი ლენდმარკს ასაც უძახიან საინტერესო არქიტექტურის ხიდი იქნება რომელიც რიყეს დააკავშირებს უკვე ერეკლეს მოედანს რომელიც თავის მხრივ არის ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული მონაკვეთი ჩვენი ქალაქის. კარგი, ძალიან ბევრს ვსაუბრობთ ამ ახალ პროექტებზე, იყო საუბარი დახმარება შეჩერებულ მშენებლობებზე, ეს რიყის პროექტი, ძველი თბილისის რეაბილიტაცია, უამრავი პროექტი, რაზე საუბარიც ახლა ძალიან შორს წაგვიყვანს და იმის გამო რომ დღეს ვთქვათ ამ სენზორზე ჩემი ბოლო გადაცემა და სხვა შორის დროს ისე გადავაცილე და იმედია მაპატიებენ. ჩემი ბრალი არ არის. არა, რა თქმა უნდა, ეს ჩემია, იმიტომ რომ ყველა სტუმართან საკმაოდ დიდხანს ვისაუბრე, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი პაუზა მელის წინ. საზაფხულო ვთქვათ აი ამ ტაიმაუტის შემდეგ დასვენების შემდეგ როდესაც ადამიანები დაბრუნდებიან, რა დახვდებათ თბილისელებს. აი ბოლო კითხვა ესე რომ დაგისვათ, ანუ უამრავი პროექტი იწყება, რამე ხელშესახები, რაც შეიძლება დაინახონ ვთქვათ მოქალაქეებს. საკმაოდ ხელშესახებია. არა, ეს დროში გაწელილი პროცესია, სექტემბრისთვის რომელიმე ეს პროექტი ვთქვათ მზად იქნება, რაღაც ახალი დახვდებათ მოქალაქეებს. სექტემბრისთვის ახალი აი კულტურული ცხოვრების თვალსაზრისით შემოდგომის თბილისობა იქნება თუ არა, ანუ აი დასწრებიდან ჩამოსულ მოქალაქეებს რა დახვდებათ მოკლე პასუხი და ახლად გახსნილი გარემონტებული და გათანამედროვებული ფილარმონია რაც თითქოს კულტურული ცენტრია რომელიც სამოქტომბერს იხსნება თუ არ ვცდები ფილარმონია დასრულდება დაიწყება უკვე ოპერის რეკონსტრუქცია გახსნა იქნება ჯაზ ფესტივალით და ძალიან ვთქვათ მნიშვნელოვანი ეს იქნება რა ქვია ფესტივალი ძალიან კარგ პროგრამას გვეგმავთ ჩვენ თბილისობაზე იქნება თეატრალური ფესტივალი საერთაშორისო ისევე როგორც ადგილობრივი ფესტივალები შემოდგომის თბილისი და თბილისობაზე სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებები იგეგმება ვთქვათ არა ინფრასტრუქტურის მიმართულებით. კარგი, ძალიან დიდი მადლობა და ასევე ძალიან ისეთი ენერგიული და ცხელი შემოდგომა მოდის პოლიტიკურად. მე მაინც ამას დავუბრუნდები, რომ პოლიტიკურ თოქ-შოუში ვარ სტუმრად და მოგვიწევს ალბათ ძალიან ბევრ თემაზე. სექტემბრიდან საუბარი სხვადასხვა რესპონდენტებთან, ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებთან. დიდი მადლობა, რომ იყავით ჩემი სტუმარი. წინ მნიშვნელოვანი წელიელის თქვენს გუნდს გიგი უგულავა, დედაქალაქის მერი საუბრობდა ამ სტუდიაში. ასეთ იყო 24 ივლისის პოზიცია და ამ სეზონზე ჩვენი ბოლო გადაცემა. მე დიდ მადლობას გიხდით ყველას, ვინც ამ თვეების განმავლობაში კვირის მთავარ თემებზე განსხვავებულ პოზიციებს ამ სტუდიიდან ისმენდით. ძალიან დიდი მადლობა აქვე ყველა ჩემს რესპონდენტს, ვინც მონაწილეობდა ამ გადაცემაში და პირობას გაძლევთ, რომ სექტემბრიდან კვლავ მოგცემთ იმის საშუალებას და მაყურებელი კვლავ მოისმენს სხვადასხვა პოზიციას კვირის და ჩვენი ქვეყნის ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებზე. ძალიან დიდი მადლობა ბედნიერ დასვენებას და მშვიდ ზაფხულს გისურვებთ. სექტემბრამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.